გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და რა თქმა უნდა დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. დღეს ვილაპარაკებთ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ საკითხზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად ვიტყვი რომ შეცვალა. და ამისთვის მოვიწვია არაჩვეულებრივი სტუმარი ჯენისი, გამარჯობა. გამარჯობა. ჯენისი არის იოგას ინსტრუქტორი და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იოგაზე, როგორც ფიზიკურ დამხმარეზე, ესე ვთქვათ, ასევე სულიერ ამბავში განვიხილავთ იოგას და საერთოდ იოგას ფილოსოფია რა არის. დღევანდელი ეპიზოდის წარმოდგენია PSP, კონკრეტულად კი Pure Essentially, ესეთი ბრენდი, რომელიც არის ფრანგული ბრენდი და ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის არომათერაპიაში მსოფლიო მასშტაბით. ისინი აწარმოებენ 100% სუფთა, ბუნებრივი მაღალი ხარისხის ეთერზეთებს და მცენარეულ ექსტრაქტებს. პროდუქცია არ შეიცავს რასთავარია სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს და ქიმიურ ინგრედიენტებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ბრენდები, რომლებიც ასე თუ ისე ქიმიური წარმონაქმნებით არის გაკეთებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ვიყენებთ მსგავსი ტიპის პროდუქციას, ამას მივაქციოთ ყურადღება. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი მინდა რომ გაგაცნოთ, ეს არის ასე თქვათ სტრესის არომასტრესი, ესე ქვია, ძალიან საინტერესო შეფუთვა აქვს. არის ესეთ როლერზე და შეგიძლიათ რომ წაისვათ ნებისმიერ ადგილას 12 ეთერზეთისგან შედგება, აბსოლუტურად ბუნებრივისგან, შეგიძლიათ ატაროთ ჯიბით და მოიხმაროთ, როდესაც ამის საჭიროება გახდება. ეს შექმნილია სტრესის, ნერვული დაძაბულობის, შფოთვის და ემოციური დაღლილობის შესამსუბუქებლად. ასევე აქვს ჯოჯობაზეთი, ლიმონის ექსტრაქტი, ლავანდა, არ ვიცი, ძალიან ბევრი ჩამონათვალია. ჩემთვის კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი, რომელიც აღმოაჩინე ამ ეთერზეთებში არის თავის ტკივილის მოსახსნელი. ეს ზუსტად ასეთივე როლერი და შეგიძლიათ წაისვათ საფეთქლებზე და თავის ტკივილი გადის, რომელსაც მე პირადად ვხმარობ. ამიტომ გირჩევთ და ასევე PSP-მ, ასე ვთქვათ, გაგვიკეთა საჩუქარი და ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ეს ეთერზეთები PSP-ს აპთეკებში 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით 50%-იანი ფასდაკლებით აბსოლუტურად სრულ ასორტიმენტზე. ამიტომ მიბრძანდით აპთექში, გამოიყენეთ ეს პრომოკოდი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, ასევე იქნება აღწერაში და გაიცანით ამ ძალიან საინტერესო პროდუქციას. ჯენის, მოდი პირველი კითხვითაც დავიწყებ შენთან გადმოვალ პირდაპირ ესე. რა არის იოგას ფილოსოფია, რას გვასწავლებს და რას გულისხმობს? იოგა არის სულიერი და პრაქტიკული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის შინაგანი განვითარებისკენ. და ეს არის მეთოდი, რომ რაღაცნაირად ამ სულიერ გზაზე გააფართო შენი ცნობიერება. მაგალითად, თუნდაც რომ ავიღოთ რაღაც ძველი ტექსტებიდან და პატანჯალის შევეხოთ, აი ზუსტად ეს 8 საფეხური რაც არის და საფეხურები, გულისხმობს რაღაც მორალურ პრინციპებს, თუ როგორ უნდა განვითარდე და როგორ უნდა გააფართო ცნობიერება. თვითონ ახლა რასაც გულისხმობთ ხოლმე იოგაში ფიზიკური ასპექტი, ერთ-ერთი არის უბრალოდ ამ 8 საფეხურიდან ასანა, მაგრამ ეს არ აკნინებს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას, თუნდაც მარტო ფიზიკურ აქტივობაში, აი ეს იოგა რაც არის გაერთიანება და ეს შეკავშირება არის როგორც სხეულის, გონების და სულის კომბინაცია. და ხო. შენ ახსენე პატანჯალი, ვინც არის ეს პატანჯალი, გითხარი რა ვინ იყო და რა გააკეთა და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი სახელი? პატანჯალი იყო ავტორი, რომლისგანაც იოგაზე ძველი ტექსტებიდან ბევრი არაფერი არ არის ესე შემორჩენილი. ერთ-ერთი ეს იოგა სუტრა რაც არის, ფაქტობრივად ამას ეყრდნობა ხოლმე ცოდნა, რომ აი ასეთი იყო. რეალურად რა და როგორ ხდებოდა, დიდი ცოდნა არ არის ამაზე. პატანჯალისთან, როგორც ვთქვი, თვითონ ფიზიკური ასპექტი არის მცირე და უფრო აი ეს მთლიანობაში განვითარებისკენ და გათავისუფლებისკენ მიმართულია და ასე არის ახსნილი. კიდევ არის რაღაც ტექსტები, მაგრამ ძირითადად ამას ეყრდნობა ხოლმე. შენ ახსენე 8 საფეხური და როგორ გითხარ რა საფეხურები არის? ესენი არის იამა-ნიამა მაგალითად, აი როგორც ვთქვი, მორალური განვითარების და თვითდისციპლინის რაღაც პრინციპები, რომელსაც კიდევ თავისი ჩაშლა აქვს.
ესენი არის ფიზიკური ასპექტი, ეს არის კონცენტრაცია, მედიტაცია. და თითოეულს აქვს რაღაც თავისი მეთოდი დამუშავების და მუშაობის, ესე რომ ვთქვათ. ხო. ანუ ძირითადად იოგაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანების გონებაში, მაინც ასე თუ ისე მოდის ეს ასანები ვარჯიში, ესე ვთქვათ, რასაც იოგას უკავშირდებენ და ეს არის რაღაცა მათთვის იოგა და მე სულ რაღაცნაირად ვამბობ ხოლმე, რომ არ არის ხოლმე იოგა და იდეაში მე მოვყვები ჩემთვის ჩემ გამოცდილებას, ხო, ძალიან საინტერესო ჩვენ ერთი მასწავლებელი ყავს დათო კანდელაკი დავითი, რომელმაც მე რომ მივედი იოგაზე, ჩემთვისაც იყო, რომ აი რაღაცა გავიწელები, რაღაცა უფრო ფორმაში მოვიყვანს ხეულს და სინამდვილეში დაიძრა ძალიან სერიოზული შიგნით პროცესები, რასაც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საფუძველი იყო და რაღაც საწყისი წერტილი იყო ჩემი სულიერ გზაზე და ასე ვთქვათ, გამიკვალა გზა რა. აი შენი აზრით რა არის ეგ, რა შვება იოგა, რა საკეთებს, რო აი ეგეთი ფოქს ადამიანებს? კაი, მოდი ესე დავალაგოთ. პირველი რომ ვახსენეთ, რომ რაღაც პროტესტი გაქვს, რომ ფიზიკურობასთან ასოცირდება, ხო? არა, პროტესტი არა, უბრალოდ ადამიანებში მაინც მხოლოდ ეგ მიმართულება არის. აი, ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ შენ ხო მიხოდი ფიზიკური იოგაზე მაგალითად, მაგრამ ამან არ დააკნინა სულიერი ნაწილი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კი იოგაში რაც თვალ წინ წარმოგვიდგება არის რაღაც პოზიციები, ასანები, ეს არ უგულებელყოფს, რომ მაგის გავლით, ანუ სხეული როგორც ინსტრუმენტი გაქვს ხალიჩაზე და ამის გავლით, ამ შინაგანი დაკვირვებით მიდიხარ ზუსტად იმ სულიერი განვითარების გზაზე. თვითონ ეს ფიზიკური ნაწილი ძალიან წამოიწია და ფაქტობრივად შეიქმნა. მოდი ესე ცოტა ისტორიულად წავიდე, თავი ამას ამოჭრილ. კაი. ესე ვქნათ, რომ ესე ვთქვათ, რომ ფიზიკური ნაწილი აქტუალური გახდა უფრო რაღაც მე-19 საუკუნეში. ანუ ჯერ ცოტა ვივეკანანდამ გაიტანა, მაგრამ ეს არ იყო ფიზიკური, ეს იყო ფილოსოფიური ნაწილი და ძალიან პოპულარული გახდა ვთქვათ დასავლეთში. მაგრამ თავის მხრივ აი ფიზიკურ ნაწილს დასავლეთისგან საკმაოდ ბევრი აქვს აღებული, იმიტომ რომ რაღაც წარმოვიდგინოთ ეს კოლონიალური ინდოეთი, რო წარმოვიდგინოთ ეს კოლონიალური ინდოეთი, მანდ რა ხდება, რომ ძალიან ფიზიკური ასპექტი, რაღაცა დასავლეთიდან შემოტანილი ფიზიკური ასპექტი იყო პოპულარული და კრიშნამაჩარია, რომელიც არის ვთქვათ რაღაცა მამა ფიზიკური იოგის, აი ამ ტიპმა შეიმუშავა, არ ვიცი, შეიმუშავა სწორედ აქედან რაღაცები ტანვარჯიშიდან, ბოდიბილდინგიდან, საბრძოლო ხელოვნებებიდან გამდიდრა ის ათეულობით პოზიცია, რომელიც არსებობდა და უმეტესად მჯდომარე იყო და რაღაც მედიტაციისკენ მიემართებოდა, გამდიდრა დინამიკა შეიტანა, ვინიასებს ახლა რო ვაკეთებთ და მთლიანად ჯანმრთელობაზე რო არის ორიენტირებული, ამისი დაფუძნებულია, ესე რომ ვთქვათ, და იქედანვე მოხდა ცვლილება მოკლედ. ხო, ანუ მაგრამ ამას არ დაუკარგავს ის 8 საფეხური რო ვახსენეთ, არ დაუკარგავს არც სიღრმისეული ფაქტორები, არც მედიტაცია, არც კონცენტრაცია. იოგა ისეთი ხასიათის მოძრაობაა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს, რომ თან ცოტა მედიტაციურიც უნდა იყოს. კონცენტრაციის გარეშე, აი სუნთქვის გარეშე, ერთიანობის გარეშე, მოკლედ უბრალოდ არ გამოდის. მე მაინც მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მასწავლებელი, ინსტრუქტორი არსებობს, უამრავნაირ კლასს შეხვდები, მაინც ხასიათი ისეთი აქვს ამ მოძრაობას, რომ შენ როდესაც ამ კლასზე მოხვდები, რაც არ უნდა მხოლოდ ფიზიკურად გავარჯიშონ და დიდი გიდირება არ გაგიწიონ იმის იქეთ, სადღაც მაინც გაგიხსნის არ ვიცი, ალბათ ძალიან უნდა ეცადო, რომ ეგ მიმართულება არ მოგცეს იოგამ. შეეწინააღმდეგო. ხო, არ ვიცი. მე მართლა ესე მჯერა. კი, და შენ ახსენე ხა ის ზუსტად სუნთქვა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადად იოგაში. მე შევეხოთ სხვა რაღაცა იოგა ხო, კარმა იოგა, მილიონი რაღაცა არის, რაც მაგრამ ვილაპარაკოთ სუნთქვაზე, იმიტომ რომ მგონია რომ სუნთქვა ერთ-ერთი გადამწყვეტი თვითონ პრანაიამასაც შევეხოთ, რას ნიშნავს აგვიხსენი და ეს უმარტივესად რო დავუშალოთ, თვითონ იოგას როგორც ფიზიკური მასანების დროს სუნთქვას რამხელა მნიშვნელობა. კი ბატონო.
პირველ რიგში მოდი ფიზიკურ დონეზე რო ვთქვათ, რას შვება იოგა სუნთქვაზე, რომ აი ამ ფილტვებს გივარჯიშებს და მუდმივი ეს რაღაცა გაშლა-შეკუმშვა და მოცულობას გიზრდის, დიაფრაგმას გიძლიერებს, ხო? ეს აუცილებელია ფიზიკურ დონეზე რომ ასე იყოს. პლუს ამას დიაფრაგმა არის ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორი ვაგუსის ნერვი, ახლა რაღაც ბევრი ინფორმაცია არის ხოლმე, რომ აი იოგა და ვაგუსის ნერვი ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთს ამისი გააქტიურება. ამისი სტიმულაციით რა ხდება, რომ შენ ეგრევე რაღაც chill mode-ში გადადიხარ rest and digest mode-ში და ამითი სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც იარაღი გაქვს, მოკლედ, რომელთაც შეგიძლია დამშვიდდე და მოდუნდე, ან პირიქით შეგიძლია რაღაც ცეცხლი დაანთო და გააქტიურდე. ანუ რაღაცა tool არის, რომელსაც იყენებ და როდესაც გააქ შეგრძნება, რომ შენ ამას ფლობ, ნუ ეს ძალიან ძლიერი შეგრძნება არის. გარდა მაგისა, რო წარმოვიდგინოთ, რომ აი მაგალითად კაი მოდი ჯერ პრანაიმას ვიტყვი რა არის პრანაიამა არის გარკვეული სუნთქვით ვარჯიშები და როგორც წაიღან ვახსენე ამით შეგიძლია შენ გადართო სხეული სხვადასხვა ტალღაზე და გამოიყენო როგორც თქვათ დასამშვიდებლად შფოთვის შესამცირებლად ასევე რაღაცა აქტივაციებისთვის სუნთქვით მოძრაობისას ასევე შეგიძლია რომ ეს პირდაპირ მედიტაცია აქციო. აი მაგალითად აშთანგა იოგას მე არ ვიცი თუ რაღაც ესეც ჩავშალოთ. ხშირად ეძახიან ხოლმე მოძრავ მედიტაციას. რატო? იმიტომ რომ აბსოლუტურ სინქრონშია. და აი ეს რაღაც ერთიანობის განცდა რომ გაიშალო და შეისუნთქო და მოიხარო და ამოისუნთქო ეს ყველაფერი გიქმნის იმ სირბილეს რაც ხო იოგას ახასიათებს. ოღონდ სირბილეში მაინდა-მაინც შეიძლება თვითონ პოზიცია შეგრძნების დონეზე თავიდან არ იყოს რბილი და იყოს რთულიც, მაგრამ სირბილეში ვგულისხმობ ხასიათს და პრაქტიკა, როდესაც არის აი ზუსტად იჭერ მაგ რაღაცა მექანიზმს. ხო, გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ სუნთქვა ჩემთვის იცი კიდე რა მოიტანა სუნთქვის მნიშვნელობამ, რომ რეალურად აცნობიერებ, რომ ის წამია. და მეტი არაფერი არ არსებობს. აუცილებლად. ხო. და აი კიდევ მაგალითად არის ხოლმე, რომ თვითონ პროცესში როგორც შეიძლება დაგეხმარო სუნთქვა, მაგალითად შეიძლება რაღაც 100 მზის მისალმება შეასრულო, მაგრამ შენ სუნთქვით ენერგია ან დაზოგო, ან გახარჯო. თუ ეს სინქრონიზებულია შენს მოძრაობასთან, 100 მზის ვინიასაც ვერ დაგხლის, იმიტომ რომ ზოგავ ენერგიას მედიტაციურ მშვიდ მდგომარეობაში ხარ, სწორედ აი ამ rest and digest-ში შეიძლება იყო ამ მოძრაობის დროს და გულის სუნთქვა დასინქრონებულია შენს მოძრაობასთან. კი. რა ეს ნიშნავს ჩასუნთქვას რაღაცა? ჩასუნთქვას კონკრეტულ გაშლაზე, ხო, ამოსუნთქვას კონკრეტულ მოხრაზე. ხო, მოკლედ ეგ ენერგიის მართვის საშუალებაც არის სხეულში. რომ გული არ ამოგივარდეს მოძრაობის დროს და ქოშინით კი არ გააკეთო, ძალიან შვიდად გაუყვე შენს დინებას. და ხო, ეს დინება. კი, და მე მქონია ეგ, როდესაც თქვათ დაათო გაკეთებინებ და მზის მისალმებას რა, ხო იცი როგორი მისალმების გაკეთებები იცის ხომ ხანდახან ხასიათზეა. ხანდახან იცი. ხო, ხასიათზეა. ხო, და მქონია რომ აი თუ სუნთქვა ვერ დავაკავშირე მიჭირს ამ ბოლომდე შეძმო რა, აი როდესაც დააჯდები სუნთქვის და სხეულს ერთმანეთზე, უმარტივეს 1 საათის განმავლობაში შეიძლება აკეთო სხვადასხვა კონკრეტული ერთი რაღაცა ტრეკი არა სხვადასხვა და კარგად ხარ რა, რომ პირიქით რომ ამთავრებ, ის კი არ გაქვს რომ გაითიშა და სულად ხარ ენერგია გაქვს და აი ძალიან აუცილებლად. ხო. რასაც გახარჯავ იდეაში შეიძლება ორი იმდენი აიღო იოგასგან. რაც არ უნდა ფიზიკურად თუნდაც დაიღალო და ეს იყოს მუდმივი ვინიასები. ეგ როგორ ხდება, რასაც გახარჯავ ორი იმდენი შეიძლება იყოს ისე რაღაცნაირად თითქოს აი სასიცოცხლო ენერგია რო აქტიურდება და პრანა როდესაც აქტიურდება, ხო, ეს გაღვიძება იმდენად სხვათა შორის უცხოა ბევრი ადამიანი. აი იოგაზე მაგალითად ხშირად რატომ რჩებიან, რომ ავიღოთ აი ხერხემალი რაღაცა ენერგეტიკული სვეტი და თუ სადაც გადის რაღაცა ენერგეტიკული არხები, ხო და ამაში მოძრაობს ეს ჩვენი ენერგიები და ეს სუშუმნა რაც არის მთავარი. ხერხემალს რომ მუდმივად ამოძრავებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს
იღვიძებს, იშლება და ეს ისეთი ტრანსფორმაციული შეგრძნებაა ხოლმე, რომ ადამიანებს ეგრევე ჩავლებას უკეთებს, რომ აუ ეს რა იყო. ვისაც მით უმეტეს თუ ძალიან კავშირი გაწყვეტილი აქვს სხეულთან, აი ეს პირველი ეფექტი ძალიან თვალსაჩინოა ხოლმე. რაღაცის თქმა მინდოდა წეღან. მოვიწყდა. არა, გაიხსენე და მე დაკვირვებაზეც გამინდა რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ იდეაში ეგ არის. ეგ არის. ხო, ეგ არის ის, რაც გაბრუნებს შენ თავთან, აუცილებლად. გაკავშირებს შენ თავთან და აი მინდა რომ ეგ რა არის, ეგ გითხრა რა მხელა მნიშვნელობა აქვს და როგორი მედიტაციური არის მართლა. ის მედიტაცია კონკრეტული მედიტაცია დაჯექი აკეთე კი არა, თვითონ პროცესში, მოძრაობაშიც კი როგორ მედიტაციაში ხარ, როცა დაკვირვებას აკეთე. აი ჩემი აზრით, იმისთვის რომ სადღაც გადაგერთოს ეს დაკვირვების ღილაკი და გახდე დამკვირვებელი, აი იქ დასაწყისში ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს გიდივით ინსტრუქტორი იქნება თუ მასწავლებელი. ნუ მასწავლებელი უფრო სხვა არის და აუცილებლად ეგ უნდა იყოს, თუმცა ინსტრუქტორსაც შეუძლია რომ სადღაც რაღაც გაგიხსნას ხედვა და აი ამ კუთხიდან დაგანახოს ახლა. და როცა ხალიჩაზე ხარ და აბსოლუტურად მარტო ხარ, დაკვირვების გარდა შეიძლება რაღაც მომენტში არაფერი აღარ დაგრჩეს და აი შენ სხეულთან რჩები და რა ხდება? აი სადა ვარ? ვინ ვარ? რაში ვარ? და მართლა იმდენ ადამიანს აქვს კავშირი დაკარგული საერთოდ აი ამასთან, რომ თითქოს თავიდან იცნობ, რას გრძნობს, რა უნდა, სად მიდის, რისთვის არის, ეგ შეგრძნებები ჩნდება აუცილებლად. მერე ეგ შეგრძნებები რო ჩნდება, შეიძლება ცოტა ხანს რაღაც ქაოსი გქონდეს ტვინში და აი ეს რაღაც შფოთვარე გონება რაც არის ჩიტავრიტი და ძალიან იყო ამაში, მაგრამ რაღაც ეტაპზე აი რო წარმოვიდგინოთ რომ აი ეს ბევრი აზრი დევს აქ და ერთმანეთში არეული და ქაოსური, რაღაც ეტაპზე ესენი რეგულარული პრაქტიკით მშვიდება, დუმდება, იქვე მოჩადის და რჩება სიმშვიდე. დამკვირვებელი ყოველთვის მშვიდია, გვერდიდან უყურებს, ემოციების რაღაცა ქარცეცხლში არ არის, კი, ყველაფერი ხდება, ისე ხდება, როგორც ხდება. და შენ ხარ გვერდიდან თითქოს. მან შემოდის ეგ კონცეფცია, რომ არ ხარ არც აზრები არ ხარ და არც რაღაც მიწებებული იდენტობები არ ხარ, რაც ხანდახან რთული არის, რომ ყველაფერი გაუშვა და არაფერი არ იყო, მაგრამ რეალურად იცი რა, თლად იოგაც შეიძლება არ იყოს მაგისთვის საჭირო, რომ ეგ დაიჭირო, რომ შენ ეს რაღაც მიწებებული იდენტობები არ ხარ, მაგრამ იოგა უბრალოდ ძალიან კარგი მეთოდია, რომ აი ჩაიხედო და აქ ხარ ხალიჩაზე და აი ასეთი ხასიათი გაქვს, ასეთი ქმედება გაქვს, ამას აკეთებ და რეალურად ესენი შეიძლება იყოს გარედან შემოსული, არ ვიცი, აი მე თვითონაც ბევრჯერ აი ხანდახან არის ხოლმე რაღაცას ძალიან რომ მიიწებებ, რომ აი რაღაც არ ვიცი, შენ აი მაგალითად ჩემი მიმართულება რადგან ფიზიკური იოგა არის, ესე ვიტყვი, რომ აი რაღაცა ფიზიკური პოზიცია აიღებ, თქვა შპაგატში მაგრად ზიხარ. აი ჩემი შპაგატები მაგალითად ესეთია რა. ცნობილი. და უცებ რაღაც ტრამა მიიღე და აღარ ზიხარ. ანუ შენ აღარ ხარ, სად წავიდა ეგ შენი იდენტობა, რომ აი არა. ეს მიდის და მოდის. ანუ არაფერი. და ეს ახლა რაღაცა ფიზიკური მარტივი ყველაფერზე ასე არის. ამას წინაცხოთ შორის რაღაც ქარდი შემხვდა და ძალიან მომეწონა და რაღაც შინაარსი ეგრე იყო, რომ ჰილინგიო მაშინ დგებაო, რომ აი ტრამვისგან მოწებებულ იდენტობას რო გაუშვებ რა და აი ეს არის რა ჩამოიფერთხო ხო ეს რაღაცები, რაც რეალურად არ ხარ და რაღაც ჯავშნებია ამისთვის გჭირდება, მაგრამ რეალურად უბრალოდ თავისუფალი და ერთიანი ხარ რაღაც დიდთან. კი. და ხო და ახლა ჩემი ისტორიაც ეგეთია, რომ თავიდან რომ დავიწყე რა და აი რო აკვირდები, რომ რაღაცა სხეულში რაღაც ადგილი, აი თურმე შენი მუხლი როგორი ყოფილა, თურმე შენი ხელი როგორი ყოფილა, ხო? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თავიდან დახუჭული თვალებით იოგას არავინ არ აკეთებს, ხო? ყველა თავის ხელს უყურებს რა, ფეხზე რომ იწელები და უყურებ შენ ფეხს, აკვირდები რა, ამდენი ხალი გქონია. კი, სხვათა შორის. იდეაში ხო მაგისი დრო არ გაქვს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როცა ხალებს უყურებ, მაგრამ ეგ ხალიც ხო შენი არის და უყურებ რა და აი თურმე ვაქვს რაღაც ნაოჭი გაქვს ხელზე და რა საინტერესოა და მიდის მე პროცესები. მე ჩემთვის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რა იყო, იცი?
იოგა ჩემი აზრით არის კიდე პლუს რაღაცნაირი ხეულის მინდობა, დანდობა, ხო, აი რომ თქვათ არ მაგასაც. დააძალო, რომ ეხლა რაღაცა დაცო ესე მეუბნებოდა ხოლმე, რომ აი ოდნავ დისკომფორტი ზე თუ გადახვედი всё ანებებ თავს, ესე იგი დღეს ეს აღარ უნდა გააკეთო რა და მერე უკვე ახალი დღე ახლიდან იწყებ რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად ადამიანისთვის, რომელიც ძალიან მაქსიმალისტია იყო, ეხლა შემიძლია წარსულში ვთქვა, მაქსიმალისტი იყო, ხო, ის რომ რაღაცა ასან არ გამოდის, ეს ცოტათი ესეთი შეგრძნებაა რა შენ თავში, რომ ხო, და ამიტომ მე მგონია რომ აი ეს მან მივდიოდი ზუსტად და შენ ახსენე, რომ qalbi ეგოსგან გათავისუფლებაში, ხო, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ, რომ ეგო, უზენაესი ეგო როგორც ამბობენ, ხო, ფსიქოლოგიაში არ უნდა გქონდეს, ეხლა ძალიან მოდაში იმაზე ლაპარაკი, რომ ეგო დაანგრია მოკალი აღარ არის, ანუ არა, ამ მატერიალურ სამყაროში თუ გაჩნდი და გაჩნდი ამ სხეულში, ესე იგი ეგო გაქვს, ეგო თუ არ გაქვს, ესე იგი არ არსებობ, ხო? ნუ ეს დამკვირვებელი რა საკურველია გასაგებია, მაგრამ ეს ეგო არის. კი ბატონო, qalbi ეგოს გიშლის, იმიტომ რომ თუნდაც მზის მისალმების დროს 108 ჯერ რაღაცას აკეთებ, ეგ უკვე ეგ არის. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდე მოვყვები. როდესაც აი მე აი რაღაც თავზე დადგომა, ხო? ეხლა ყველასთვის ისეთი იოგა შეიძლება თავზე დადგომასთან ასოცირდებოდეს რა და აი თავიდან ვერ ვდგებოდი რა თავზე რა, იმიტომ რომ ხელები სუსტი რაღაცა და ვერ ვდგები თავზე რა და მე როცა დავდექი და შეგრძნება რომ შემოვიდა რომ რა მაგარი ვარ თავზე დავდექი და რა მაგარი ვარ თავზე დავდექი გაფიქრებული არ მქონდა დავეცი. ხო? მე მაგას ორი მიმართულებით ვუყურებ სხვათა შორის. ერთი არის რომ აი ხალიჩაზე რაღაც ფიზიკურ სხეულს ზოგადად მარტო იოგაში არ მთლიანობაში ფიზიკურად რომ მოძრაობ, რაღაცას რომ ამუშავებ, აი პატარა მიზნების მიღწევა შეიძლება მე ხალიჩის გარეთ გადაიტანო და აი ეს არის შენი მიზანი, უბრალოდ როგორც მუშაობას ასე რომ შეხედო, რომ მივდექი დისციპლინით, აკეთე გამოგივიდა. ეგ შეიძლება მე გადაიტანო ხალიჩის მიღმა და მივდექი დისციპლინით, აკეთე გამოგივიდა. თუმცა მან ზღრის გავლება, რომ ეგო გჯაბნის და იმიტომ გინდა რომ თავზე დადგერო სხვაც დგას და შენს გინდა თუ რეალურად შენ ამას როგორც იარაღს იყენებ, რომ დაამუშაო შენი უფრო მნიშვნელოვანი ხასიათის თვისებები, რთული ამ ზღრის გავლება, მაგრამ შესაძლებელია, ნუ რაღაც ხრივ ეგ კარგი სკილია, რომ იმუშაო და გამოგივიდეს. ხო. ნუ თვითრწმენასაც გიმაღლებს სადღაც. უბრალოდ ეს არ უნდა იყოს შენი აუცილებელი მიზანი, რომ რაღაც ძალიან უინტერესოც არის ალბათ, რომ რაღაც ფიზიკური ხო, აი მაინ თავზე დგომა არის ჩემი მიზანი. ნუ ოკეი, დადექი. ეს შეიძლება იყოს შენი დამატებითი მიზანი, როგორც იარაღი სამუშაო. კი, მე კიდე აი რა კონცეფცია შემოვიტანე, იცი, როგორ აი ეგოს დანგრევა მართლა სად ხდება რა, რომ აი წარმოიდგინე, როგორც კი მე გავიფიქრე, რომ მაგარი ვარ, იმიტომ რომ თავზე დავდექი. ეგრევე ჩამოვარდი. იგივე მქონია მედიტაციის დროსაც რა, აი რომ ხო იცი რომ დაკარგე სხეული, არაფერი არ ხარ, არსად არ ხარ, მაგ მდგომარეობაში ალბათ განგისტია მდგომარეობა რა არის და როგორც კი შემოდის ფიქრი, რომ ვა, რა მაგარია. და ეგრევე სამყარო. ეგრევე უცხარ. პატარა გასხივოსნება, რომ არსად არ ხარ. არსად, ანუ ეგ ძალიან ეგ ისე განახევს მაგ შენ მართლა ყალბ ეგოს და რაღაცა და ეს პროცესი მიმდინარეობს რა ეს. ამიტომ აი რა თქმა უნდა ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაგას ვამბობ, იმხელა ძვრები ხდება შიგნით და ეგ ყველაფერი იწყება აი ამ სხეულთან შეკავშირებით და შენ სწორად შენი აზრით რატო გვაქვს დაკარგული ეგრე კავშირი სხეულთან? არ ვიცი, პირველ რიგში ამ აქ დაახლა რომ ჩემს თავს გადავხედო, იოგათი რომ არ დავკავებულიყავი, ალბათ მეც მექნებოდა, იმიტომ რომ ისეთი ტემპი გვაქვს და იმდენი ინფორმაცია შემოგვდის, რომ თითქოს დრო არ გვაქვს ჩვენი სხეულისთვის და რაღაც რობოტივით, რუტინულად დგები, მიდიხარ სამსახურში, მით უმეტეს ოფისში ვინც მუშაობს, გამიკვირდება რომ არ ჰქონდეს დაკარგული სხეულთან კავშირი თუ რაღაც პრაქტიკებს პლუს არ მიმართავს, იმიტომ რომ ისეთი არის ეგ რეჟიმი. სხვაგან მიგდის მთელი ყურადღება და აქეთ აღარ გრჩება დრო, რომ ამაშიც იყო. ჭამ ავტომატურად, ხორობ ავტომატურად, ხო, იზინებ ავტომატურად, ხო, იმიტომ რომ იცი რომ მეც მქონია მე ცოტა ხანია რაც პოდკასტი რას დავიწყე, მას მერე დავანებე თავის ოფისის სამსახურში, თორე მე მაგ ამბავში ვიყავი.
ამდენი წელი 12, 15 წელი რა, საკმაოდ დიდი ხანი რა და ნამდვილად. იყო ჩემ ცხოვრებაში ეტაპები, როცა დეგები სარკეში უყურებ, სარკეში მჰმ. უბრალოდ იმიტომ იყურებ, რომ რაღაც კი, წაისვენ სახის საცხი წაისვებებზე და გაიქეცი წახვედი კი, რა. სუსტად. ჭამი, იმიტომ რომ იცი რომ პირობითად ლანჩის დრო გაქვს თუ რაღაცის დრო გაქვს, შეჭამე უცებ. შემთხვევაში არც გახსოვს რა ჭამე და კი. გაიქეცი, გააკეთე, ხო? აი, ერთი რაღაც ეხლა რო თქვი, რომ უცებ, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ იმდენად უცებ არის მთელი ყოველდღიურობა და იმდენად ქაოსურია, რომ აი ამის საშუალება თითქმის არ გაქვს. და იოგაზე რომ მოდიან ადამიანები და თუ სწორი გიდი შეხვდა, რომელიც დაანახებს, რომ აქ შეგიძლია ამოისუნთქვა, არსად არ გეჩქარება. ეგ კიდე თვალის ახლიდან გახელა არის, რომ თურმე ის სწრაფი ცხოვრება აუცილებელი არ არის, რომ სწრაფი იყოს და შეიძლება რომ ნელი და ცნობიერი იყოს და შეირგო იმ მომენტში, რასაც აკეთებ. იმიტომ რომ სიჩქარე ყოველთვის გიშლის ხელს, რომ რაღაცა რაც აკეთებ, იმაში ბოლომდე შეხვიდე და მოდუნდე. მოკლედ გადავეკიდე ამ rest and digest modes, მაგრამ იოგა იდეაში მაგას გაიძვენე და მოინენდეს. ხო, ანუ პარასიმპათიკური ხო. ნერვული სისტემა როცა აქტიურდება, ანუ იოგა მაგას მიემართება, რომ აი ეს სიმშვიდე შემოგიტანოს, როგორც ხალიჩაზე, მე ხალიჩის გარეთ ცხოვრებაშიც. ისეც არ არის, რომ ხანდახან წარმოვდგენთ, რომ სულ მშვიდად არ უნდა იყო, არა. თუ საჭიროა fight and flight-იც საჭიროა, მაგრამ აი ამ ქაოსში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გქონდეს სადღაც, რომ ცოტა რაღაც ხრი უნდა დააბალანსონ. იოგა ამ დაბალანსებას და რაღაც საპირისპიროებას ვაიმე ბოდიში. წონასწორობაში მოყვანას ძალიან მიემართება. კი. ხო, ერთი დაასრულე და მე მევეტყვი. არა, უბრალოდ აი ამ ხალიჩაზე მინდოდა მეთქვა, რომ ხანდახან ხალიჩაზეც ეჩქარებათ ხოლმე ადამიანებს, რომ აი მალე ბევრი გავაკეთო. არ გინდა ბევრს რომ 5 გააკეთე და ისიამოვნე. და სიმშვიდით ისიამოვნე. სიმშვიდის მდგომარეობაში გადართვას უნდა შევეჩვიოთ. კარგი იქნებოდა, რომ შევეჩვიოთ, კი. და ეგ სიმშვიდის მდგომარეობა ისევ და ისევ იმასაც ნიშნავს, რომ აი ეს გონების აზრები რაღაცა ფერმრთალდება და რაღაც ზღვაში არ ხარ ემოციების. სხვაგან ხარ, მშვიდად ხარ. ანუ იქ ხარ, სადაც ხარ, მაგრამ მშვიდად ხარ და თოთა შორის იმ დღეს ვფიქრობდი ჩემთვის, რომ იოგაზე რა როცა მინდოდა თემის გაკეთება, აი კიდე რა მომცა თქო რა და მე ცხოვრება ეგრევე რაღაცა გაკეთება, რომ პასუხი მოდის რა და რა მომცა და იცი რა მომცა? აი ადამიანები რო ეძახიან დრო ძალიან სწრაფად გადის, ვერაფერს ვეღარ ვასწრებ. ხო, ჩემთვის აღარ არის ეგრე. ეგეც ის შენელება არის, რომელსაც შენელებაში ვგულისხმობ ცნობიერად რაღაცების კეთებას. კი, ანუ დღის განმავლობაში შერგებას. რო ვაკეთებ, სიტყვაზე ვიძახი 7 რაღაცა კონკრეტული მიზანი, მაგ დღის განმავლობაშიაც ვასრულებ. დრო აღარ გადის ისე სწრაფად, იმიტომ რომ აი ბოლომდე ვარ იმაში რა და თუნდაც შვებულება, სადღაც მოგზაურობა აღარ გადის ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ შერგება ძალიან მნიშვნელოვანია, კი. ხო. კი ბატონო, იდეაში ჩვენ ვისაუბრეთ ყალბმეზე და მინდა რომ გადავიდე ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც იოგა მოიტანა, ეგ არის საკუთარი სხეულის გაცნობა, ხო ვთქვით, მაგრამ შეყვარება უმნიშვნელოვანი. ხო, შეყვარება სხეულის და შეყვარება საკუთარი თუნდაც იმ მესი, რაც იმ მომენტში შეიძლება ხალიჩაზე დაიწყო და ერთი წლის თავზე ის აღარ არის, მაგრამ ისიც გიყვარს. აი მაგაზე მინდა რომ გველაპარაკო. ალბათ ეგ შეყვარება იწყება ზუსტად იმ დამკვირვებლობიდან და სხეულთან კავშირის აღდგენიდან. იმიტომ რომ, როდესაც აი თქვათ რაღაც რატომ შეიძლება არ გვიყვარდეს სხეული? იმიტომ რომ უამრავი სტანდარტი გვაქვს მოწებებული, რომ ასეთი უნდა ვიყოთ, ისეთი უნდა ვიყოთ, ეს ვქნათ, ის ვქნათ. და როდესაც ვერ პოულობ თქვათ რაღაცა მსგავსებას ამ რაღაც სტანდარტებთან, გიჩნდება ეს რაღაცა გაგანდევნის შეგრძნება, ხო? და ხალიჩაზე რჩები მარტო და როდესაც სადღაც შემოდის ეს დაკვირვების კონცეფცია, ხდები რომ აი რომ გახარი იქ რაღაცა გინდა მეომარი იყოს და გინდა მჯდომა იჯდე უბრალოდ ამხელა სამყაროში შენი წელი როგორი გარშემოწერილობის იქნება აბსოლუტურად უმნიშვნელოა 0 მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ შენ მაინც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ ისეთი როგორიც ხარ და ეს პატარა მოწებებები შექმნილია ჩვენი
აი ამ რაღაცა ზუსტად ესეთი გონებით, ცელქი გონებით. და იმის გააზრება თუ მოხდა რომ შენ მართლა ამ ერთიანობის ნაწილი ხარ, შეუძლებელი არის რომ ეგ ხედვა არ ჩაგერთოს, რომ მნიშვნელობა მაგას არ აქვს, როგორი იქნება შენი სხეული, მნიშვნელობა აქვს, შენ როგორ გრძნობ ამაში თავს. და მართლა გულით ვუსურებ ყველა ადამიანს, რომ აი რაღაც მართლა ჰქონდეს ეს ცოდნა მთლიან სხეულში, რომ როგორი უნიკალურია, ანუ ერთი ხარ, შენ ხარ. და იმის ცოდნა, რომ ყველაფრის ნაწილი ხარ, ცალკე არ ხარ და რეალურად არაფერს არ წყვეტს შენი რაღაცა ნაკეცი. კი, ნაკეცი. და ეგ სადღაც როდესაც დადგება, თუნდაც შეიძლება ბოლომდე არ დადგეს, მაგრამ კონცეპტი რო შემოდის მაგისი, მან გეხსნება ალბათ საკუთარი თავის სიყვარული და იოგა როგორც არ ვიცი ვახსენე თუ არა, ჩემთვის არა, ზოგადად ძალიან რბილი ხასიათის არის, ხო, ტოლერანტულია. და მაგაშიც გიდი გჭირდება აუცილებლად, რომ ეგ დაგანახოს. და რადგან ასეთი არის, შენ თავსაც მაგ კუთხით უყურებ და მთლიანობაში იოგა არის რაღაც სიყვარულის ქმედება, ხო? მაგრამ ეს სიყვარული კონკრეტული ვიღაცის კი არა, ყველაფრის, აი მთლიანობის რისი ნაწილიც შენ ხარ. და როდესაც სიყვარულის თვალით უყურებ, როგორ შეიძლება შენი თავი არ გიყვარდეს, მაგ ხედვით აუცილებლად შენი თავიც გიყვარს. და შენი თავი თუ არ გიყვარს, ესე იგი მთლად ვერ გაქვს ეგ გული გახსნილი, იმიტომ რომ სხვას როგორ მისცემ მაშინ მაგ შეგრძნებას. შენ ამაში ცხოვრობ, პირველ რიგში აქ ხარ. აი წეგან ახსენე სხვათა შორის, რომ ხალიო, ნაოჭიო შემნიშნევა. აი თუ დაგიფიქსირებია, რომ რაღაც ნაწილები გვაქვს ხელით რო არ შევხებივართ არასდროს. და აი თავის ჩახუტება, მაგალითად მე ძალიან მიყვარს ხოლმე გაშლა და ვაკეთებინებ ხშირად ამას. აი ეს მოხუტება ხანდახან ადამიანებისთვის ისეთი უცხო და ტრანსფორმაციული შეიძლება იყოს უცებ იმ მომენტში, რომ დაუყვავე. ანუ იოგა დაყვავებაც არის ჩემი აზრით. ოღონდ მან ზღვარს გავავლებ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რაღაცა პეპლები და ყვავილები შემოვიტანე და იოგა ასეთი რბილია. ეს ისევ გავიმეორებ, რომ ფიზიკურ ასპექტში შეიძლება იყოს რაღაცები რთული და ოფლიც წამოგივიდეს და დაიღალო კიდევაც, ანუ შინაარსი და ფორმა არ გულისხმობს, რომ მაინდა-მაინც ისიც რბილია და მხოლოდ ჯდომა და სუნთქვა და დასვენება არ არის. არა. იმ დაღლაშიც შენ ამუშავებ აქეთ სხვა ნაწილებს მოკლედ. კი, და ერთ კონცეფციასაც შემოვიტან ამ ყველაფერთან სხეულის სიყვარულთან ერთად, რომ რაღაცნაირი დაფასება და სიამაყეც ხო შემოდის, რომ აი რაღაცა ასანა რომელიც არ გამოგდიოდა და მაგ შენმა ნაკეციანმა, ჩემმა ნაკეციანმა სხეულმა შეძლო, რომ ის გააკეთა რა და როგორი მადლიერება და სიყვარული გაქვს, რომ რა მაგარი სხეული ყოფილა, ხო? რომ ამას დგება ფეხზე, ორ ფეხზე, ერთ ფეხზე, თავზე, ხელზე. და მაგას ხანდახან ხო არ ვიაზრებთ, რომ აი რამდენ რამეს გვიკეთებს და აი ჩვენ მომხმარებლურად ვუყურებთ ხშირად სხეულს, რომ აი დილით წავიდეს, გაიქცეს სამსახურში, ისქნას ესქნას და ამასაც უნდა დაყვავება და მოვლა ესე რომ ვთქვათ. ხო, როგორც ამბობენ, ხო ჩვენი სხეული ჩვენი ტაძარია, რომელშიც ნამდვილად ამაში ცხოვრობ, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით ამაში ცხოვრობ. და ის სხვათა შორის მადლიერება, რომ თქვი, აი ჩემი აზრით ეგ იოგას აუცილებლად მოაქვს ეგ შეგრძნება და ეგ ძალიან შუაში არის ყველაფრის რა, აი მადლიერება თუნდაც რომ დაკარგავ რაღაც იდენტობებს და ჩამოიფერთხავ, აი მაგაშიც მადლიერების პოვნა შეიძლება და იმაშიც რაც გააქვს. აი ამითი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რომ მე მგონია რომ თვალი გახსნილი გქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია შენი სხეულის დაფასება, ხო, რომ აი თურმე როგორი ის გქონია რა, ის კი არა მართლა რაღაც პირობითად სიტყვაზე ვიწყებ, ცელულიტი კი არ არის მნიშვნელოვანი, ის არის მნიშვნელოვანი, რომ გადაადგილდები და მე აი მოძრაობაში, რომ იოგა ხო არ მთავრდება მატზე რეალურად, ხო? იოგა არის თავარი. იდეაში აი შენი აზრით მაინტერესებს, ჩემთვის ეგრე არის, რომ პრაქტიკა რომელიც თავრდება დივანზე, საწოლზე, მატზე, ხალიჩაზე და არ გადმოდის ცხოვრებაში, ის პრაქტიკა არ არის.
ჩემ აზრით პრაქტიკა სადღაც უნდა მაინც გადმოვა. გადმოდიოდეს რა. ანუ აი თუ კი, მე თუ მე აუცილებლად. 20 წუთი ვზივარ მედიტირებ და წყნარად ვარ, მაგრამ შევდივარ ყოველდღიურობაში, რაც ამ მატერიალურ სამყაროში არის და იქ ვარ ძალიან აფორიაქებული, ძალიან მშფოთვარე, ძალიან ბრაზიანი, არ ვიცი, აგრესიული და ასე შემდეგ, მაშინ ჩემ პრაქტიკას არანაირი აზრი არ აქვს რა. აი სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რაღაცა მე მოდის ხანდახან მე მქონია მაგალითად ხანდახან მოდის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც აი არ გინდა იოგის ყოველდღე კეთება. პირობითად რა, აბსოლუტურად, კი მაგრამ ბატონო. ის იოგა უკვე შენში და ყოველდღიურობაშია. ის მედიტაციური მდგომარეობა შენში და კი, ყოველდღიურობაშია. აუცილებლად. თუმცა აქვე აუცილებლად ვიტყვი, რომ ვინც ამ პრაქტიკას იწყებს, აუცილებელია თავიდან დისციპლინა და ყოველდღიურობა. აუცილებელია, კი. ხო. მოკლედ, აი როგორც ვთქვით, რომ ასანა არის ერთი ნაწილი ამ მთლიანობაში იოგასი. ზუსტად მაგის შენი გამოძახილი არის, რომ შეიძლება არ გინდოდეს ფიზიკურად ყოველდღე ხალიჩაზე გადასვლა, მაგრამ მთლიანობაში ეს უკვე შენი ხედვა არის, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გჭირდება არა, იყენებ. აი იქ, სადაც თქვი, რომ მაშინ შენს პრაქტიკას აზრი არ აქვს თუ ეს ვერ გადაგაქვს თქვათ ხალიჩის გარეთ. ალბათ ამას გარკვეულად დრო სჭირდება, იმიტომ რომ უნდა დაილექოს შენს რაღაც რეპროგრამირება უნდა მოხდეს, რომ გადაეწყო. იმიტომ რომ ორჯერ თუ იმედიტირე და მერე გაბრაზდი ძალიან ხო, ანუ ნორმალურია, კი. კი. აი მე მაგალითად ჯო დისპენზა ძალიან მიყვარს და დავეყრდნობი და რაღაც მუდმივად ახალი ქმედებებით და ვთქვათ თუ იოგაში ახალი ხარ და მუდმივად ამას დისციპლინურად იყენებ და აპრაქტიკებ, ექმნის ახალ კავშირებს და სადღაც გადაერთვება შენი ტვინი, რომ აი უკვე ეს იყოს შენი გზა, ვთქვათ, უფრო სიმშვიდის სიტყვაზე და არა შფოთის. ვის რა დრო დასჭირდება ამისთვის, ხო, ინდივიდუალურია, მაგრამ სადღაც ეგ აუცილებლად მოხდება, თუ იქ დისციპლინა არ დაკარგეთ. დისციპლინაში ალბათ უნდა დაგეხმაროს ისევ გიდსაც ასევე გიდი კარგი სიტყვა მგონია, იმიტომ რომ მასწავლებელი ბევრი არ არის, მასწავლებელი უფრო ალბათ მაღალ საფეხურზეა. ინსტრუქტორი შეიძლება უწოდო ფიზიკურად ვინც გავარჯიშებს, ხო? მაგრამ აი სადღაც შუაში რომ ცოტა მიმართულება მოგცეს, რომ ამ ფიზიკურობის გავლით დაინახო ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ განაუკეთესი ადამიანი გახდე. უკეთესი ხარისხის ცხოვრებით იცხოვრო. ხო, უკეთესი ადამიანი სადაც ხარ. ხო. ანუ ყველა უკეთესი ადამიანია. იმაზე კარგები ვარ ადამიანები, ვიდრე თუ მგონია ჩემი აზრით, მაგრამ მაგაში გეხმარება ზუსტად რომ ეგ შენი უკეთესობა დაინახო, ხო? და შედარებით მაინც იმასთან ვიდრე ვთქვათ წინ იგრძნო თავი კარგად. ხო. სწორად თქვი შენ ცხოვრების ხარისხი რომ გაგიუმჯობესდეს და იყო ბევრად უფრო ბევრად უფრო პროდუქტიული ისევ შენი თავისთვის რა. შემდეგი ჩემი კითხვა გადავიდეთ ასევე ადამიანებს აინტერესებთ დარწმუნებული ვარ ფიზიკური მიმართულებაზე ძალიან საინტერესოა რა. შენ კარგად იცი და კარგად მოგვიყვები რა, იმიტომ რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა ფიზიკური ტკივილი, პირველს ჩივილი, წელის ტკივილი, ტყელტერფიანობა, რაც მიმაწუხებს მაგალითად, ხო? ანუ ძალიან ბევრი რაღაც არსებობს, რასაც ჩემი გამოცდილებით იოგა უვლის და რაღაცა გრძელვა და შეკეთების შემთხვევაში რაღაცა კარგი შედეგები იდება, ხო? აი მოგვიყევი, თუნდაც ავიღოთ წელის ტკივილის მაგალითს. წელის ტკივილი უამრავი ადამიანის პრობლემა არის სხვათა შორის, კი. ფიზიკურ ასპექტში მოდი ჯერ მთლიანობაში რო ვთქვათ, თქვათ წელის ტკივილზე რო არ დავკონკრეტდეთ. თანამედროვე ასანას მიზანი რა არის? თანამედროვეში ოღონდ აი მე-19 საუკუნიდან გულისხმობ. პატანჯალის. კრიშნამაჩარიადან გულისხმობ, რომ არის რომ უფრო ჯანმრთელად იყოს სხეული და რაღაც სხვადასხვა სისტემებს შეეხო. გინდა ძვალსახსროვანი იყოს, გინდა გულსისხლძარღვთა იყოს, ანუ რას გიშვება? მარტო იოგაც არა, მანდაც გავაფართოთ და ზოგადად ფიზიკური აქტივობა, რომელიც არაშეჯიბრებითი არის და შენს ჯანმრთელობაზე ორი შეიძლება ივარჯიშო რაღაცა სხვაგან, მაგრამ იყო ორიენტირებული უბრალოდ კარგად იყო. ფიზიკური აქტივობა და იოგა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი არის და თან მშვიდი ხასიათობრივად. პირველ რიგში არ ვიცი, გიმატებს მოძრაობის დიაპაზონს. ანუ მობილური სხეული გაქვს. ეგ რას ნიშნავს, რომ შენი ყოველდღიური გამოყენება სხეულის
არის ბევრად უფრო თავისუფალი. ეგ უმნიშვნელოვანესი შეგრძნება არის. როდესაც არ ხარ აი შეკუმშული და ვერ ფლობ ამას, ვერ იყენებ, გააქვს და ვერ იყენებ. იოგა რას გიშვება, გააქვს და იყენებ. ბევრად მარტივია შენთვის ყოველდღიური შენი სხეულისთვის რაღაც დავალებების შესრულება. არ ვიცი, სისხლი რომ უკეთესად მოძრაობს და ჟანგბადი რომ ყველგან მიდის და ეგ რამდენად მნიშვნელოვანი არის, ალბათ ამაზე არც ვფიქრობთ ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი, სხვათა შორის არის ხოლმე, რომ პირდაპირ ვერ გადართავ, რომ აი სუშუმნანადი ზურგის ტვინი არ არის, მაგრამ რაღაც ანალოგიურად მიყვება. პრანა ჟანგბადი არ არის, მაგრამ მოდი თუ გადმოვთავთ აქეთ სამყაროში, წარმოიდგინე, რომ აი ჟანგბადი რო ყველგან კარგად მიდის, ეგ არის სასიცოცხლო შეგრძნება, აბა რა, ანუ ეს პირდაპირ შეგრძნებადია. ანუ ფიზიკურად დიდ ცვლილებებს გიკეთებს იოგა. კონკრეტულ რაღაც პრობლემებზე წელი იქნება თუ მუხლი იქნება, მან კონკრეტული სამუშაო არის უბრალოდ და მათ შორის იოგაშიც და არა მარტო იოგაში მუშაობ კონკრეტულ პრობლემას და აუცილებლად გექნება შედეგი თუ ისევ იქნება რაღაცა დისციპლინა და რაღაცა სწორი ხედვა, ესე რომ დავარქვათ. და აუცილებლად ვახსენოთ სწორი მასწავლებელი, არ ვიცი, ტრენერი, ინსტრუქტორი, იმიტომ რომ შეიძლება არასწორმა მან დაგიზიანოს პირიქით. აი, არასწორ დაზიანებაზე ორი არის. ერთი რომ თუ რაღაც პრობლემა გაქვს, აუცილებლად რაღაცა გამოცდილ ინსტრუქტორთან შეგიძლია მიხვიდე, რომელიც შეხებია ვთქვათ ამ პრობლემას აქამდეც და აქვს ცოდნა. ეს თავისთავად. მაგრამ ხანდახან ეგოც ძალიან გვაზიანებს ხოლმე, რომ არ ვიცი, აი წელზე რადგან არის საუბარი, ხიდზე გინდა გადასვლა, მაგრამ არ ხარ ჯერ მზად, მაგრამ შენ ეგოს ეს უნდა რომ გადახვიდე. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ტრავმები ესე. ამიტომ როდესაც რაღაც ტრავმაზე გამიგი, აი პირდაპირ მასწავლებელს ვერ დაადანაშაულებ. აი რაღაც ძალიან რთული ზღურის რაღაცა თუ არ დაგაძალა რომ მიდი ახლა ეს გააკეთე და შენ არ ხარ მზად, ზღვარი რთული გასავლებია. და ზოგადად როგორც თქვით დასაწყისში რომ ეს ენერგეტიკული სვეტი ხერხემალი, რომელიც მართლა უმნიშვნელოვანესი არის რომ თავისუფალი იყოს, მოძრავი იყოს და იკვებებოდეს კარგად. მაგას იმდენ მიმართულებით ამოძრავებ იოგაში და რაღაც ზურგის გამმართველ კუნთებს ისე კარგად ეხები. პატარ-პატარას. ხო, წვრილს და დიდებსაც. ანუ პატარ-პატარა თქვი, ბევრი ესე ვთქვათ ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშის მიმართულება შეიძლება ისე ვერ დაამუშავა პატარ-პატარა. ზუსტად იოგა არის აი ღრმა მოძრაობა ესე რომ დავარქვათ. და შესაბამისად მოქმედებს არა მხოლოდ ენერგეტიკულად ხერხემალზე, არამედ ფიზიკურად. და თვალსაჩინო შეიძლება იყოს მით უმეტეს თუ რაღაცა მოდუნებული ცხოვრების წესი გაქვს და უცებ აქ გადმოერთე, აუცილებლად თვალსაჩინო იქნება შედეგი. სხვადასხვა მაგალითად წყალწარფიანობაზე ნახევარ საქართველოს თუ არა მე შეიძლება წყალწარფიანობის თემა მე პირადად წყალწარფიანი ვარ საკმაოდ დიდი ვიყავ წყალწარფიანობა რო აღმოვაჩინე საკმაოდ დიდი გულისხმობ არ მახსოვს 15-16 წლის გამოიწვია აღმოჩენა მის რომ მტკიოდა მუხლები ამტკიოდა ძალიან მაგრა სადღაც ვიყავი თაში ვიარე ამტკიოდა ძალიან ისე რომ აიცი როგორი შეგრძნება მქონდა ერთ დღეს და მივდივარ ქუჩაში ეს რომ გადაგტეხავენ ფეხში ეგეთი შეგრძნებით და აი მოვიარე ძალიან ბევრი ექიმი თბილისის რაღაც ერთ-ერთ ეპიზოდში მოყოლილი მაქვს გამბავი და უბრალოდ მე ეს კარგი ექიმთან მოხვდი მილიონი ექიმის მე რომელმაც დამედგინა რომ შენ ხარ შუა წყალწარფიანია და მოკლედ ესე უნდა იყო და მე მივედი დაცვასთან და დათო მითხრა რომ რა ვიცი აქამდე მოსულიყავიო მაგრამ იცი რატო წყალწარფიანობა მარტო ის რომ მუხლები და სახსრებით კი ხო შენ უკეთესად გათხოვდება ფეხის თითების მიმართულებასაც ცulis და სხვანაირად გაქვს ხო ზოგადად აი როდესაც ფეხში შველი რაღაც პრაქტიკები ხო არის რაღაც ვარჯიშები არის ფეხსაცმლით ვარჯიშობენ ადამიანები სხვა სისტემები და რაღაცები არის ფეხში შველი რო აკეთებ იოგა ხო ფეხში შველი ტიპია სადაც აი ამ მოჭიდებას აკეთებ მან პირდაპირ კონცენტრაცია აქ მიგდის და სხვადასხვა პოზიციებში ფეხზე მდგომარე პოზიციებს გულისხმობ აქ სხვადასხვანაირად ამუშავებ მოკლედ ტეპს და აუცილებლად რაღაც შედეგი ექნება თუნდაც ცალკე მიმართულებით ამაზე არ ორიენტირდე სადღაც გეხმარება ამ თაღის გასწორებაში მეტნაკლებად მაინც და პლუს აი თუ მუხლებზე ხო არის რომ რაღაც პრობლემა არის შეიძლება იქ არ გტკიოდეს მაგრამ გადასცემდეს სხვაგან იმიტომ რომ იქ ხდებოდეს კომპენსირება ამ რაღაცა დანაკლისის და
იქაც შეიძლება ის შედეგი გქონდეს, რომ შენ თუ ამ კუნთებს მუდმივად აძლიერებ და საყრდენიც ძლიერი გაქვს და ძვალიც მტკიცე გაქვს და ამ კუნთს შეუძლია რომ რაღაც დატვირთვა აიღოს თავის თავზე, პრობლემა უბრალოდ შეიძლება არ შეგაწუხოს. რაღაცა სკოლიოზი თუ გაქვს, შეიძლება ძვალი და ფორმა უბრალოდ ხერხემლის ვეღარ გაგისწოროს იოგამ რაღაც ასაკში, როდესაც იწყებ, მაგრამ შესაბამისი კუნთების გააქტიურების ხარჯზე ამან ნაკლებად შეგაწუხოს, მეტად გაიშალო, ტკივილი უკანა ფონზე გადავიდეს. მოკლედ, ჩვეულებრივად მუშაობ ამ ფიზიკურ სხეულზე, როგორც რაღაც იარაღი გაქვს ეს იოგა და ისევ ვიტყვი, რომ არა მხოლოდ იოგა, სხვა რაღაცებიც შეიძლება იყოს ეგ იარაღი. ფიზიკური აქტივობა ზოგადად არის ჰაერივით ადამიანისთვის აუცილებელი. გეთანხმები. აი ჩვეულებრივი ფეხით სიარულის კი ჩემთვის პირადად არის მედიტაციის ერთ-ერთი ფორმა რა. ერთად ვისაერთოთ ისე დავემთხვიეთ. წამო. გიჟდები ხო აი არ არსებობს. აი ვერ ვიძინებ ხანდახან თუ ფეხით არ მივიღია. ერთ-ერთი საუკეთესო არის მათ შორის ხერხემლისთვისაც და ფეხები რომ იყოს მუდმივად ძლიერი იმისთვის რომ ეს ზედატანი იყოს დაშენებული. სხვათა შორის ახლა რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე და ის მუცლის შიდა კუნთები რამდენად მნიშვნელოვანია ხო? რაღაც ცოდნები ხო არის რომ იცი. მაგრამ იცი და ჯერ თითქოს ეგ ცოდნა რაღაც თითის წვერებში არ მიგდის. აი ცოდნას იცი რას ვეძახი ხოლმე? ბევრი თეორია შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ რაც აბსოლუტურად დაყვება. აი რაღაც მდგომარეობაა, ეგ არ ვიცი, ვერ აღწევ. და როდესაც დავინახე, რომ ჩემი ეს ნაწილი ვერაფერს ეყრდნობა ოპერაციის შემდეგ, მან მივხვდი, რომ ადამიანები როგორ ცხოვრობენ იმის გარეშე, რომ სადღაც დაამუშავონ სხეული ისე, რომ თავი იგრძნონ იმაში კარგად. ეს თავიდან გითხარი რაღაცა ვერ მივხვდი რა, შენ რას მივხვდი ოპერაციის? მე რას მივხვდი და კონკრეტული ნაწილები სხეულის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ფუნქციური იმისთვის, რომ შენ იგრძნო თავი კარგად. როდესაც რაღაც ფუნქცია გამორთული არ აქვს მნიშვნელობა სარტყელი იქნებოდ მუხლი თუ სხვა რამე, ეგ დანაკლისი თუნდაც არაცნობიერად მუდმივად გაწუხებს ყოველდღიურობაში. და სადღაც თუ გაგეხსნა მიხვედი იოგაზე და დაინახე რომ აი ეს ეხლა ფუნქციურია, მე მაგას ძალიან რთულია რომ მე ეგ დაკარგო და მუდმივად გინდა რომ გქონდეს ეგ იარაღი. კი, ეგ შეგრძნება იყო შენში და მე მახსოვს მე არ ვიცი რა განტყოტერხიანი ვარ თუ რაღაც, მოკლედ ფეხზე და იქ ხა აირუედაც მიყვარს და აირუედაშიც არის რომ მე როგორც ჰაერის წარმომადგენელი ფეხზე მდგომარე ასანები მიჭირს. ხო, ანუ ვერ ვთქვი. შეგვიძლია მაგაზე მუშაობა. ხო, აი თუ რამეს ვაპრაქტიკებ, ვცდილობ რომ აი სადაც დისციპლინა მაქვს მართლა. და ერთ ისტორიასაც მომყვები შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ამას დავასრულებ. არის ფეხზე დგომის რო და ერთხელ დათოსთან მივიდიო, დათოს ვეუბნები, დათო მოგаш ფეხზე ვერ ვდგები დათო და ესე დათო ძალიან გაკვირთხეთ როგორც ხმარ. ესე იგი არ ხარ შენ თავში თავდაჯერებული. აი დაანჩუმა თეორია რა და გაიარა არაფერი, ვითომ არაფერი რა, მაგრამ ნუ აკენ დადექიმის მერე. ხო და აი ნახე მე რა უფენი რას მივხვდი ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, რაც პოდკასტის კეთება დავიწყე, იმიტომ რომ მართლა 24/7-ზე არის ეს ამბავი, ხო? ვეღარ დავდივარ იოგა რუმსში რა და ნუ სამაგეროდ ხალიჩა მატი მაქვს სახლში და სახლში ვაკეთებ მასანებს რა. მაქვს წიგნი, საიდანაც ხელმძღვანელობ და რომ მითხრა თუ შეიძლება რომელი წიგნი? სახელი არ მომხოს ძველი იმის ნახატები, ფოტოებიც რო არის, ხო იცი კაცი რო არის, თეთრი ის რო არის. აიანგარი ალბათ. Light yoga. ხო, light yoga. ესე თვა და ყოველთვის კითხულობ ის და ისე ვაკეთებ რა თან და რაში დავაფიქსირე ჩემი თავი, აი ადამიანის ბუნება საით მიიწევს რა, ეს ძალიან საინტერესოა, რომ ერთხელ ერთის რაღაცა დილა გავაკეთე იოგა და ყველა ის ასანა გავაკეთე, რომელიც ძალიან სიამოვნებს რა. მეორე დილას გავაკეთე, თან ვაკვირდები და მათთან მიუყვები ამ პროცესს, მაინტერესებს სადამდე მივა რა. მეორე დილა გავაკეთე და აი ძალიან ყველაფერი მსიამოვნებს რა და მივხვდი რომ ფეხზე მდგომის ასანები თითქმის არ გამიკეთებიან, ისეთი გავაკეთე რომელიც მემარტივება რა. და აი სად შემოდის დისციპლინა და სად შემოდის ეგოს ნგრევა ზუსტად რა, რომ გვანც
ეს ყველაფერი კარგია, ვისიამოვნეთ და მოდი ეხლა აბა ეხა ცოტა კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ, ხო და ეხა იყო როცა ერთი კვირა მაგალითად რომ მარტო ფეხსადგომის ასანები გავაკეთე, რომ აი ეს შეიძლება ვერ დავდექი და საერთოდ არ იყო ჩემი ასანა კარგი და ლამაზი შეც, მაგრამ აი ეს მქონდა რომ აი ეხა საკუთარ თავზე მუშაობ. ეგ არის ის დისციპლინის ცეცხლი, აი ტაპასი ესე ეწოდება ხოლმე. ეს თქმა მინდოდა. გაიხსენე. რაღაცა მქონდა დაჭერილი და კაი, პირველ რიგში რაღაც როდესაც არ გამოგდის, მაგასაც რაღაც მხრივ სჭირდება კომპლექსური მიდგომა. თუ ფიზიკურ სხეულზე, აი პირდაპირ ესე რომ სამუშაო სხეულზე ესე რომ ვთქვათ, ამაზე თუ ვსაუბრობთ, ამას სჭირდება კომპლექსური ხედვა. რო არ გამოგდის, შეიძლება ეს რაღაც ხასიათის თვისების გამოვლინება იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ხო მაინც ფიზიკურად გახარ იმ ცალფეხზე, ამიტომ შენ იქ ტერფი, თან მით უმეტეს ტყელტერფიანი ხარ. იქ შენ კოჭი როგორ გიმუშავებს, ფეხის კუნთები როგორ გიმუშავებს, სარტყელი როგორ გიმუშავებს. ნიშნულოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი შეიძლება უფრო, ვთქვათ, ღრმა იყოს ხოლმე და ფიზიკურად არ განიხილო და განიხილო, რომ შენ თავდაჯერებული არ ხარ. რეალურად ფიზიკური სხეულის დამუშავება მაინც გაძლევს შედეგს. ასე რომ მან ხო, აი ხედვა და მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მუშაობ ამ სხეულზე, ხო? კი და გარდა მაგისა, ხა ის საბოლოო ჯამში რო იმუშავებ და თქვათ ფეხზე დადგები, პირობითად არ აქვს დანიშნული როგორი წუთი რო იდგე, ხო? სიტყვაზე ვამბობ. თავდაჯერებულობაც აუცილებლად მოდის კი. შინაგანი კმაყოფილება ოღონ კარგი გაგებით ამ სიტყვის, რომ აი შენ ეს გქონდა გასაკეთებელი და გააკეთე. რაღაც მეომარივით მივდექი, კი არ მეომარივით გადატანით მნიშვნელობით. კი არ დაგეზარა, კი არ დაგძლია ამ რაღაცა დისკომფორტის არსურვილმა, არამედ საჭირო იყო და გააკეთე. ხო, ეგ ძალიან მაგ შემთხვევაში ხო, აი ბევრჯერ გამიგია და რას ფიქრობ, შენ კი ახსენე იოგა არის ძალიან ისეთი რბილი, ასეთი არ გულისხმობ რაღაცა კონკრეტულ ახსენებს, როგორც ახსენე. ბევრჯერ გამიგია, რომ იოგა არის მასკულინური ენერგია, იმიტომ რომ არის დისციპლინა და დისციპლინა თავში გულისხმობს მასკულინურ ენერგიას, იმიტომ რომ ფემინურ ენერგიას დისციპლინა არ უყვარს, არ არის და სხვა არის რა. რას ფიქრობ მაგაზე? მე ჩემი აზრით მაქვს, რა თქმა უნდა, და შენ მითხარ და მე გავცვალოთ. ასანას გულისხმობ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მასკულინური ენერგია, იმიტომ რომ დასაწყისში თქვი, რაღაც იოგაში ბევრგან შეხვდები, რომ აი საპირისპირო კონცეპტებია. და სადღაც შუაში ხარ უნდა იყო, ესე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში შენ. ამიტომ შეიძლება იოგას სჭირდებოდეს დისციპლინა და ეს იყოს მასკულინური, მაგრამ მეორე მხრივ მაგას აქვს იმხელა სირბილე, რომ ეს აუცილებლად იქნება ქალური და შენ არც ერთში არ უნდა გადავარდე, არც მეორეში, შუაში უნდა იყო. სულ რბილი და მე ხომ ტრედში მსიამოვნებს ყოფნა და მოდი ვიქნები მე ამაში, ეგ არ გამოვა და არც ის არ გამოვა, რომ შენ ადგე და ნაჯახივით ყოველდღე აწვალო სხეული. არა. რაღაც შუალედი უნდა იპოვო. ამიტომ მე სხვათა შორის არ გამიგია ეგ, რომ მაინდა-მაინც პირიქით. მოდი უფრო სწორად ესე ვთქვათ, აი თანამედროვე ხედვა რაც არის ხოლმე იოგასი, კაცები ხშირად ერიდებიან, იმიტომ რომ აი ხა რაღაც ფორმა ისე წარმოუდგენთ ჩვენს ქვეყანაში ძალიან არის სტერეოტიპი გამჯდარი, რომ იოგა ძალიან ფემინურია, ან მშვიდია, ან გაწელვა. ეგ მარტო გაწელვებინია, ეგ მარტო კაცებში არ არის, ქალებშიც არის. არ შემიძლია, იმიტომ რომ ძალიან ნელია. არ გაგიგია? კი, ეგ ძალიან ხშირად, მაგრამ მე როდესაც მოკლედ ორი მიმართულება არის, ერთნი არიან რომ წარმოუდგენთ რომ იოგაზე მხოლოდ ზიხარს უმთქავ და სხვა არაფერი არ ხდება და ძალიან ცდებიან. მეორე არის რომ წარმოუდგენთ რომ მაინდა-მაინც ძალიან ჩახლართული უნდა იყო და ეს არ შეუძლიათ. ესენიც ცდებიან. ისევ და ისევ მივდივართ შუაში, რომ ისიც უნდა შეგეძლოს და ისიც. ისევ და ისევ მივდივართ იქ, რომ rest and digest-იც უნდა შეგეძლოს და fight and flight-იც. და
გადართო ხოლმე უნდა მოკლედ, სადაც საჭიროა ის უნდა ქნა, სადაც საჭიროა ის უნდა ქნა. ეგ მაგ skills გიმუშავებს იდეაში იოგა და გინდა ამას ფემინური მასკულინური ენერგიის დაბალანსება დაარქვი და გინდა ნერვული სისტემის დაბალანსება დაარქვი, მან ხარ. კი ბატონო, როდესაც მასწავლებელზე ვლაპარაკობთ და ინსტრუქტორზე ვლაპარაკობთ, მასწავლებელს რაღაც იდეოლოგიურად არის უფრო და შეგვიძლია რომ შევეშვათ, თქვათ ავირჩიოთ ინსტრუქტორად და ვისაუბროთ ამაზე. როგორ ფიქრობ, ინსტრუქტორმა როგორც მინიმუმ არ უნდა იცოდეს სხეულის აგებულება, როდესაც იოგას ასწავლის, იმიტომ რომ იცი რატომ მაქვს ეს კითხვა? ეხლა ხო რაღაცნაირად თითქოს ესე ამბობენ რომ სულიერ ეპოქაში ვართ, სულიერებაში იხსნება ყველა, ძალიან მოდაშია, ყველა სულიერებაზე ლაპარაკობს, ყველა მედიტაციებს აკეთებინებს, თვითონ ხო ანუ აი ეს ძალიან შემოვიდა. ტენდენციური ამბავია. კარგია, ცუდი არ განვიხილოთ, უბრალოდ ტენდენციური ამბავია. ამ ტენდენციურობას მოყვება ასევე ის, რომ ბევრი დაინტერესებული ადამიანი გახდება იოგას ინსტრუქტორი, იტყვის რომ ვარ იოგას ინსტრუქტორი, ზოგი იტყვის რომ მედიტაციის მასწავლებელი ვარ, ზოგი იტყვის რომ გერთი თერაპევტი ვარ, ანუ ხო ხვდები ძალიან ბევრი რაღაც. და მე ადამიანი რომელიც მოწყვლადი ვარ სიტყვაზე ვიძახი და მაი რაღაც ცენტრში მივედი და მოვხდი ადამიანთან, ხო? აი როგორ უნდა არჩიოს ადამიანმა იოგას მასწავლებელი, ინსტრუქტორი? ძალიან რთული შეკითხვაა სხვათა შორის, იმიტომ რომ მე როგორც მოვხვდი ვთქვათ, იოგაზე ვაიმე, ძალიან რთული შეკითხვა არის, როგორ უნდა არჩიო, მით უმეტეს თანამედროვე. მე როგორც მოვხვდი იოგაზე, სიმართლე რომ გითხრა, მოდი მოვყვები, არ ვიცი რამდენი საინტერესო იქნება, მაგრამ ბავშვობაში არა რაღაც გარდატეხის პერიოდიდან ძალიან მაინტერესებდა აღმოსავლეთი. ეხლა მე მგონი ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე მაშინ ვიყავი ამით ის ინდოეთი და აი შორეული აღმოსავლეთი მოკლედ ძალიან და ხო იცი მართლა იზიდავ იმას, რაც გაინტერესებს, მიდი მოდის, ხო? და მაგ პერიოდში სტუდენტი რო ვიყავი და იქ რაღაცა საგნებს გავდიოდი აღმოსავლეთთან დაკავშირებით, თემო ბესელია იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. რომელი წელი არც ვიცი, ვარ რაღაცა ეხლა ვარ მოკლედ, არ ვიცი, სადღაც 18 წლის ვარ. ბევრი წლის წინ. იოგა საერთოდ თუ არსებობდა ფიზიკური იოგა და თბილისში თუ არსებობდა აზრზე არ ვიყავი. ცენტრებიც, ანუ სადღაც იქნებოდა, ეხლა თუნდაც დათოს მასწავლებელი თენგო, მაგრამ ეს ისეთი მიჩქმეული და ერთეული იქნებოდა, რომ მოკლედ იოგა იყო უახლესი ხილი. მე გაგებული მქონდა ყურმოკვրით, რომ აი არსებობს ასეთი სისტემა. თემო იყო ახალი ჩამოსული და რაღაც ხალხი მოაგროვა ისეთი, ვინც დაინტერესებული იყო ინდოეთით, აღმოსავლეთით, გაგებული ჰქონდა უბრალოდ იოგა და ჩემთვის ეგ იყო პირველი კარი, რომელიც იყო უჯადოსნურესი, იმიტომ რომ ისეთ ასაკში ვიყავი, ისეთი ინტერესები მქონდა და ისე შემოვიდა ადამიანი ვთქვათ ამ თემით ჩემ ცხოვრებაში, რომ ძალიან ჯადოსნური იყო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა იმდენი არჩევანია, რომ შეიძლება შეახო კარი და დაგხვდეს არც თუ არ მინდა ცუდი სიტყვების თქვა, არა, მე შეიძლება დაგხვდეს არც თუ საინტერესო კლასი და ბევრჯერ არის ხოლმე მსმენია, რომ აი რაღაცა სადღაც არ მოეწონათ და წამოვიდნენ. ეგ არ მოწონება სხვათა შორის შეიძლება ვიღაცა დიდ გურუსთან მოხვდე და არ მოგეწონოს, ეგ ინდივიდუალურია, მაგრამ გულისხმობ, რომ აი რაღაც შინაარსი რომ არ აქვს, სიღრმე თუ არ აქვს, რთული არის. ალბათ ისევ გაკითხვით საზოგადოებაში რა აზრი, ალბათ ასე. მაგრამ მაგას აი მოდი სიღრმეს და განსაკუთრებულ ცოდნას დავანებოთ. რადგან ვსაუბრობთ ფიზიკური იოგაზე, როგორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ მასწავლებელმა, ინსტრუქტორმა მინიმუმ იცოდეს ადამიანის აგებულება და სხეული. იმიტომ რომ როგორც ახლა კი მესმის შენ თქვი, რომ შეიძლება ადამიანმა მოინდომოს ხიძე გადასვლას ამისთვის მზად არ არის, მაგრამ შენ ცოდნა უნდა დაახვედრო აუცილებლად რომ აუხსნა რომ ეხლა შენ ხიძე იმიტომ ვერ გადახვალ რომ მივხვდი რა ამბობ. ან მე მინახავს ისეთი ისინიც რა ქვია ვიდეოები რა, რომ აი და მოხდით ვარ რომ აი არც ერთხელ რო ადამიანს იოგა არ აქვს გაკეთებული და უკვე რაღაცა ასანაში ხო, აი ხვდები რა ამბობ. კი, აი მოდი ესე ვთქვათ, თანამედროვეობა და აი ეს მოთხოვნა მიწოდება. მოკლედ განაპირობებს იმას, რომ მოთხოვნა ასე თუ ისე არის. ეხლა უფრო წამოვიდა ეს რაღაც ცნობიერება იოგაზე, რომ კარგია და მოთხოვნა გაჩნდა, რომ აი რაღაცა იყვნენ ინსტრუქტორები, ვიყოთ ინსტრუქტორები, ჩემ თავსაც გავიყვან მაგაში.
და ძალიან ყველაფერმა სოციალური ქსელი იქნება თუ ინფორმაციის მარტივად მოძიების შესაძლებლობა, ბევრი სკოლა გაჩნდა ონლაინ ბევრი შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ რაღაცა მარტივად ვიჩეკებით, ესე რომ ვთქვათ რა. მან ძალიან რთულია კონტროლი. იოგაში არა მთლიანად ეგრე არის სამყარო მოწყობილი, რომ ამ ეტაპზე ამ ეტაპზე ასე მუშაობს სისტემა. ამიტომ არ ვიცი ბერკეტი რა შეიძლება იყოს, რომ გააკონტროლო ვისთან მოხვდები. ალბათ შენი ინსტინქტებს უნდა დაეყრდნო. შენი ინსტინქტებს უნდა დაეყრდნო და ხო, არ ვიცი, ძალიან რთული შეკითხვა არის. ვერ გეტყვი. ხო, იმ ერთადერთი მიზეზი რატომაც დავსვი ეს კითხვა, კიდევ და კიდევ გამეორდები და ვიტყვი ის არის, რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა ამ სფეროში, იმ სფეროში განსაკუთრებით ახლა არ მცხვენია იმის თქმა და პირდაპირ რომ მოდაშია ეს ყველაფერი და შესაბამისად შეიძლება გაშთიან ადამიანები, ამიტომ ძალიან ისე გულისყურით, როგორც ამბობენ, უნდა მოხდეს დაკვირვება, ხო? აი მაგალითად ხშირად ხო ეგრე ხდება ხოლმე რომ მოდაშროა და ბუმია რაღაცის. მე ეს მოდა რო გადავა, აი დაფერთხავს იმ ბრჭყალებში, არა ყველას მიმართ პატივისცემით, ბრჭყალებში ზედმეტ ადამიანს, რომლებისთვისაც ეს ნამდვილი გზა კი არ იყო, არამედ იყო მოდა, ინტერესი, მომენტის ინტერესი. და ერთსაც ვიტყვი, ისე გამოდის, რომ ყველაფერში ინსტრუქტორებს ვასაპორტებ, მაგრამ არა გეთანხმებით ამ ყველაფერში, მაგრამ მეორე მხრივ ისიც არის, რომ რაღაც საბაზისო ცოდნას რო იღებ, სანამ პრაქტიკაში არ გადახვალ, ის ცოდნა შეიძლება ძალიან თეორიად დარჩეს. აი პრაქტიკაში რო სადღაციდან იწყებ ყოველთვის და ამ ხელათი ვერ დაიწყებ, პატარათი იწყებ და პრაქტიკას მოაქვს და მოაქვს, ხო? ეგეც მნიშვნელოვანია, თუმცა მეორე მხრივ კი ხაზი უნდა გავსვა, რომ აუცილებელია, რომ ის საბაზისო ცოდნა გქონდეს და ადამიანის სხეულით არ ითამაშო, სხვის სისხეულით. თორე შენითაც არ უნდა ითამაშო რეალურად და არ უნდა იძალადო არც შენსაზე და ეგეც კონცეპტია იოგასი. მით უმეტეს სხვისით, უბრალოდ ახო. ხლებაც არ გაქვს. აი ხარ ახსენე კონცეპტი იოგასი. აი შეგვიძლია ვთქვათ რა არის იოგას კონცეპტები, რაღაცა შეგვიძლია რომ ჩამოყალიბოთ. აი მაგალითად ეს რაც ვახსენე რომ არ უნდა იძალადო, აჰიმსა ალბათ რა ვიცი, ბევრგან შეიძლება გქონდეს გაგებული და ეგ არის ზუსტად აი ამ ძალადობისგან რაღაცა განდგომილობა და რო გადმოიტანო მოდი ფიზიკურ ასპექტზე ვილაპარაკებ, ბევრ ყველაფერს შეგიძლია განიხილო, მაგრამ ფიზიკურ ასპექტზე რო გადმოიტანო, აი იოგას სირბილე სხვათა შორის მაგაში გულისხმობს ზუსტად, რომ შენ რაღაც რომ არ გამოგდის, კი არა ეჭიდავები სხეულს და კი არა ებრძვი რომ ეს გამოუვიდეს. მოთმინება გაქვს, იმას იაზრებ, რომ სადღაცამდე თუ ვერ მიდის და შენ ზედმეტ ძალას ატან, კი, ეგ ძალადობაა. გაეშვი, იმუშავე, გქონდეს მიზანი, გქონდეს მოთმინება, ეგაა დისციპლინა. სადღაც მიგიყვანს ეგ სხეული აუცილებლად, როდესაც მუშაობ, მიდიხარ რაღაც შედეგამდე აუცილებლად. აი ეგ ხალიჩაზე მოკლედ ძალიან თვალსაჩინოა ხოლმე, რომ ადამიანები ხშირად ვძალადობთ ამ სხეულზე, რომ აი შედეგი გვინდა, რაღაცის გამოცდა გვინდა. და ვეჭიდავებით. მარტო ფიზიკურ სხეულზე არა ხო ნების ბევრ რამეში ვეჭიდავებით მოკლედ. კი, აი ყველაზე მეტად იცი რაში ვლინდება ეხა ჩემთვის რა ეს ხალიჩის მერე რო გადავიდა ეს ფილოსოფია, როგორ ვეჭიდავებით ადამიანები ყოველდღიურობაში ჩვენ თავებს რა, რომ აი რაღაცეებში რომ აი მაგალითად არა მე აი ეგოზე ისევ რომ არა მე ესე ვთქვი და მე ესე მინდა რომ იყოს ან რაღაცა და აი ყოველთვის ცხოვრებაში თუ რამე შემიძლია რომ ადამიანს ვურჩევ ვინმე თუ მკითხავს და ამისთვის მადლობელი ვიქნები არის ის რომ რას მირჩევ რა გავაკეთოს რომ იოგა და ისუნთქე რა იოგა და ისუნთქე იმიტომ რომ აი როგორ რაღაცნაირად ეს სულ არ გინდოდა ეს შენ როგორც თქვი რა რაღაცნაირად ავტომატში ირთვება თითქოს აი შემოდის ისევ და ისევ თუ არ შეეწინააღმდეგები ისე შემოვა ისე ნაზად ისე მშვიდად შემოვა და ისე დაგაფიქრებს და თავიდან კი რა თქმა უნდა არეულობა იქნება როგორც შენ მოყევი და შენი ეგ აუცილებლად შეეწინააღმდეგება იმას რომ ეხლა რაც უცნობია და არ მინდა რომ მეტკინოს მაგრამ მე იწყება ის რაც თავდავიწყება რაც შეიძლება რომ ვთქვა ხო ნუ დიდი გზა არის ეგ გაცნობიერებების და ალბათ მუდმივი იმიტომ რომ ყველაფერს ვერ ჩამოიხსნი და ვერ გაშიშვლდები უბრალოდ ამისი უნარი არ გვაქვს ვთქვათ რომ
გადავრთოთ ეგრევე. ამიტომ რა ხდება, ხო, ხალიჩაზე ხარ და მიყავ ხარ ამ სხეულს რაღაც სხვადასხვა ხედვებისკენ, სხვადასხვა ამბებისკენ. აი პატარა გაცისკროვნებები რო არის. ჰოპ, დაუ, აი ეს მაგარი შეგრძნება ძალიან მიყვარს ეგ პატარა გაცისკროვნებები და აი ეგ ფიზიკური სხეულის გავლით, ხალიჩის გავლით შემოდის შენ ცხოვრებაში მოკლედ ეგეთი პატარა ბრწყინვალებები. ო და ერთი ის ასანა, შავასანა, რომელშიც იდეაში მხოლოდ თითქოს წევ ხარ. დიახ. და მე მახსოვს ერთხელ მასე იოგა რუმში რო ვიყავ ერთ და შავასანაში რა წევარ და ერთ-ერთმა ადამიანმა ვინც იოგა რუმში წლები ავარჯიშობს, ვისი ესე ვთქვათ, რჩევითაც მივედი მე მან საერთოდ, მითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ეხა ხო დაწვევია შავასანაში და იცი როგორ წარმოიდგინეო, რომ თითქოსო ჩამოვარდიო 20-ე საათულიდან და მიფრინავო. დაეციო და ანუ სხეულის ყველა ნაწილი, ანუ სხეული გაქვს დაკარგულიო რა. ანუ სხეული გააქრეო და ისე იწექიო, რა სიზავო რა. და აი ხო გუგონია, ხე მაყურებელს ვეტყვი, რომ ვისაც არ აქვს გამოცდილება, ხო გუგონია, რომ შავასანა რა არის, უბრალოდ წევ ხარ ასე. ვიზუალურად გაშლილი, ხო და ხო გუგონია, რომ აი რა კარგია რომ წევ ხარ თუ რაღაც რა, მაგრამ მანდარი, როდესაც შემოდის ყველა მილიარდი აზრი და მანდ უნდა რაღაცნაირად დამშვიდო გონება. აი მაგალითად ხშირად არის ხოლმე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება შავასანა იყოს, შეიძლება მედიტაციაზე ხშირად მსმენია ხოლმე ასე, ან რაღაც თუნდაც კონცენტრაციას აკეთებს სუნთქვაზე. აი აზრებს თითქოს გონიათ ეგეთი შეგრძნება არის, რომ აზრები არ უნდა არსებობდეს. არა, აზრები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ აი როგორც ვთქვით, ეს აზრები შეიძლება იყოს რაღაც უკანა ფონზე, ესე რომ წარმოვიდგინოთ და წინ რაც არის, შეიძლება იყოს სიმშვიდე. ისევ, როგორც შპაგატი არ გამოვა პირველივე ცდაზე, ასევე ძალიან იშვიათად რომ პირდაპირ სიმშვიდის მდგომარეობაში გადართო გონება, მაგრამ ყველაფერი არის პრაქტიკა, ესეც გონების დამშვიდებაც რაღაცნაირი ჩვეულებრივი სკილია. ნუ პრაქტიკა მაგასაც აუმჯობესებს. ამიტომ ხო, არავის არ შეაშინდეს ეს. ხო, სხვათა შორის შავასანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოს ფიზიკური სხეულის მოდუნება, რომ მეერე რაღაც გონებას მიხედოთ. ხანდახან არის ხოლმე, რომ სანამ გონებამდე მიხარ თვითონ აი ბევრი ადამიანი დაძაბული წევს. არ გაქვს არაფერი ქმედება, შეგიძლია მოეშვა. მაგრამ ეგ კონცეფციაც უნდა შემოვიდეს რაღაც კუნთებს უნდა ის კავშირი უნდა დამყარდეს ტვინთან და სხეულთან, რომ ოკეი, უსაფრთხოდ ხარ, შეგიძლია მოეშვა და ეს დაძაბულობა არ არის და შფოთი შენი ბუნებრივი მდგომარეობა, გააზრება, რომ შვიდად ხარ იქ, სადაც ხარ, ამ ყველაფერთან ერთიანობაში რაღაცნაირად. მეტყობა იმან საშემში ატყომე, რაც მჭირდა, თუ კუნთები მოდუნებული ხო ხდები და ალბათ მაგით ეცადა, რომ ნახებინა, რომ აი ჩამოვარდი რა და არ სხეული აღარ გაქვს რა, ფაქტობრივად დაკარგი, აი შეიგრძენი, როგორ იგრძნობ მაგას რა, ხო. და მაგიტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვისაუბრეთ ქრონიკულ კიდეში აი ამ თემაზე ხო, ფიზიკურ თემაზე ვისაუბრეთ და ბოლოს ესეთ კითხვას დავსვავდი, ბოლოს წინა კითხვას ესეც დავსვავდი, რომ ასევე ამ ტენდენციურობიდან გამომდინარე არის რაღაცნაირი კომერციული თემა შემოსული, ხო? არ ვიცი რაღაც 200 ლარიანი და 300 ლარიანი მატი, ხო? რაღაც სამწუხაროდ მეც მაქვს, მაგრამ კარგად ხმარო. ხო, ანუ ალბათ ხარით კაი, მაგრამ 500 ლარიანი რაღაც სეტი, ხო ხდები რას ვამბობ რა? მესმის აბსოლუტურად. და ადამიანებს რაღაცნაირად აქვთ ეგ, რომ აი ეხლა ეს მატი თუ არ მაქვს, მე მიდიხარ სადღაც ცენტრში, სადაც ხედავ რომ ყველა სიტყვია. კი. ხო, რეალურად რა არის თანამედროვე კომერციული იოგა და რას გვეუბნება ტრადიციული, რა ვიცი, ავთენტური არსი რა. ესე რთულია ეხლავე, ესე იგი. მოდი ესე გავყოთ. კომერცია ჩვენი ცხოვრების ამ სისტემის რაღაცა განუყოფელი ნაწილია, ხო? ამიტომ ყველა ცდილობს, რომ თავისი პროდუქტი გაყიდოს, ესე რომ ვთქვათ. სადღაც ეს ნორმალურია, სადღაც შეიძლება გაცდეს ზღვარს.
ერთი რაც მან დამაიმედებელი შემიძლია გითხრა რომ ვიღაცას თუ 500 ლარიანი ხალიჩა აქვს და ვიღაცას 20 ლარიანი შენ უნდა გქონდეს ცნობიერება იქ რომ ორივე ნორმალური არის და ორივე ნორმალურში ვგულისხმობ რომ ოკეია რომ შენ 20 ლარიანი გქონდეს და ვიღაცას 500-იანი და ეს შენზე არ უნდა მოქმედებდეს ასე რომ ვთქვათ დამაკნილებლად. აბსოლუტურად არა. და პირიქით. რაც შეეხება ტრადიციულს და კომერციულს, აი ტრადიციულში თუ ჩვენ იქედან მოვდივართ კრიშნამაჩარია რომ ვახსენებთ არს მინდა რომ ხაზე გავუსვათ მეხუთე ჩემი აზრით არსი შეიძლება არ დაკარგოს თუ კომერციულმა არა შეიძლება დაკარგოს იცი რა არის არსი თუ არის რაღაცების გაერთიანება შეიძლება რომ ეგ ყველგან მოხდეს მე ესე მჯერა რომ არ არის აუცილებელი რომ მშიერი მწყურვალი და შიშველი ვარჩიობს რომ რაღაც გაცნობიერება მოვიდეს შეიძლება იყოს დანაყრებული შედარებით მაგრამ არა ზედმეტად დანაყრებული არა გამძღარი კაი სიტყვა მოკლედ მე ვფიქრობ რომ მიუხედავად კომერციისა შენ შეიძლება ბრწყინვალებები დაიჭირო როგორც ინდივიდმა თუ ყავს სწორი გიდი და სწორი ინსტრუქტორი ან მით უმეტეს მასწავლებელი თუ ყავს კომერციაც არ ვიცი რა ვთქვა ბაზრის საწინააღმდეგოდ კომერციაა და შეიძლება ბოროტი იყოს და შეიძლება უხეშად ჩანდეს და შენ როგორც ინდივიდი ცდილობდე რომ ამაში ნაკლები მონაწილეობა გქონდეს მაგრამ ნუ ვერსად ვერ წაუხვალ ესე რომ ვთქვათ ალბათ როდესაც გავიდა იოგა დასავლეთში იქაც იმ დროისთვის საკმარისი კომერცია იქნებოდა თუნდაც იქ რაღაც აიანგართან იქნება თუ პატაბიჯოისთან და ძალიან მშვენივრადაც შეფუთეს კომერციულად კომერცია დღეს ალბათ სხვანაირად გამოიყურება და მაშინ სხვანაირად მაგრამ გადასარევად მოარგეს დასავლელ ადამიანს და გაარაციონალურეს მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივად დატოვეს თავიანთი ნაწილი ანუ აი რაღაც მიქსი მე არ ვუყურებ ძალიან მკაცრად მაგას იმიტომ რომ თუნდაც კრიშნამაჩარიამ რაც ქნა ან მისმა მოსწავლეებმა რაც ვახსენე ხა აიანგარი და დესიკაჩარი თუ ვინც იქნებოდა ანუ გააფართოვეს მოარგეს შინარსი დატოვეს იცი რა ეს მორგება ხო მუდმივი პროცესია იმიტომ რომ რაღაცა იმ დროის ადამიანი და დღევანდელი ადამიანი სხვადასხვანაირად ცხოვრობს და სხვადასხვანაირი ცოდნა გვაქვს. ანუ ცოდნა გვემატება. მე გულით ჯერა და იოგა სხვათა შორის ძალიან დიდი დასტურია იმისი, რომ რაღაც შედარებით ძველ ადამიანს არაჩვეულებრივი ცოდნა ჰქონდა სხეულის მუშაობის, პრინციპების და სულის. მაგრამ გავიდა ბევრი დრო, მეცნიერება წინ წავიდა, გვაქვს მეტი ცოდნა. ამ მეტ ცოდნას რომ მოარგო ის ძველი, ამაში მე არ ვხედავ პრობლემას. საიდან მივედი აქამდე ვერ გეტყვი. ალბათ იქედან რომ თავის დროზეც სადღაც კომერციულად გავიდა იოგა იქ რასაც ახლა ტრადიციულ ნაწილად ვხედავთ და აიანგარი რა ვიცი აიანგარი არის უდიდესი პიროვნება. ისევე როგორც პატაბიჯოისი. მამაც არა ის ფაქტობრივად შემქმნელები ხო იმ ფიზიკური სისტემის, რასაც ახლა ასე კომერციულად და ძალიან ფართოდ მოვიხმართ. დარწმუნებულად კრიტიკა მათ მიმართაც იქნებოდა თავის დროზე ხო? იცი მე გეთანხმები იმაში რომ არა აქვს მნიშვნელობა რა კომერცია თუ იქნება უბრალოდ ხო იცი ჩვენ კონსიუმერიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერს ესე პირდაპირ ჭამთ რაც ჰაერში არის გამოსროლილი რა მე რატო აღნიშნეთ ეს საკითხი ერთხელ ძალიან საინტერესო რაღაც ინსტაგრამზე რაღაც შემხვდა ერთ გოგო ამბობდა რომ იოგას ინსტრუქტორი იყო რა და ეს ამბობდა რომ კითხვა დამისვესო რა რომ იოგას ტანსაცმელი რომელია რომელია ჩავიცვათო რა და ამან მე ვუპასუხეო რომ იმაში რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს და იოგას ტანსაცმელი არ არსებობს რა ანუ არ არის არსებობს იოგას ბრენდი იოგას ტანსაცმელი რეალურად არ არსებობს ხო აი რაშიც შენ კომფორტულად ხარ ეგ არის შენი იოგას ტანსაცმელი და ეგ არის შენი ხალიჩაც ეგ არის შენი გარემოც და ხალიჩა შეიძლება არც გჭირდებოდეს და ზედაპირი იყოს შენი ხალიჩა და ხო ნუ
რა თქმა ხო, უნდა. აი რა ხვდები თქმა რას უნდა. ამბობ, კი, იმიტომ კი, რომ კი, კი. ადამიანები არიან და ახლა რო აი რაღაცა არ მაქვს იმისი საშუალება რომ ის ვიყიდო და მიიგოს ვერ დავიწყებ ხო, მანდაც აი სწორ სივრცეში უნდა მოხვდე ალბათ რომ დაგანახონ რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, გინდა გამოხეული წინდით იყავი. ხშირად ვარ ხოლმე. ანუ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. შეიძლება ისიც გქონდეს, შეიძლება გამოხეული წინდაც გქონდეს და შეიძლება მარტო გამოხეული წინდა გქონდეს და სადღაც გულისწყოტა ამის გამო, მაგრამ რეალურად იმის ცოდნაც იქვე, რომ ხო, მაგის გამო არავინ არ განგჩის. ხო, აი ეგ განსჯა ძალიან კაი კონცეფტი შემოიტანე, იმიტომ რომ აი რაღაც რამდენიმე დღის წინ ფოტოებს ვათვალიერებდი ტელეფონში და კორპორატიული იოგები არსებობს ასე რაღაც კლასები, სადაც კომპანიები, თქვათ, თავიანთ თანამშრომლებს ავარჯიშებენ, ხო და ძალიან საინტერესოა ჩემთვის დასაკვირვებლად ეგ კლასები ხოლმე და ანუ შენ როგორც ინსტრუქტორი შენ მიდიხარ, ხო? კი. და აი როგორ იქმნება რაღაც კომიუნიტები, რაღაცა იდეა გაქვს თქვათ, რაღაცა წვრილი იოგა და რაღაც შემოიკრიბე, ხალხი შემოიკრიბე და მე ისე ერთიანდებიან. ზუსტად ამ ფოტოებში შემოხვდა ეგ ერთ-ერთი კლასის ფოტო და აი ვფიქრობდი რომ იქ რა უნდა გაიტანო მიუხედავად იმისა რომ სულ სხვადასხვანაირი ადამიანები არიან რომ ერთმანეთი განსაჯონ ანუ ისეთი მიმღებლური თავისუფალი სივრცეა რომ გაიტანო შენი ცუდიც და კარგიც რომ ეგეც ბევრგან ვერ შექმნი და იოგას ბენეფიტი რის გამოც ადამიანები ამას აკეთებენ ეგ მიმღებლობა არის რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რომ სადღაც მაინც არ განგსაჯონ, არ გეჩქარებოდეს, არ ეჯიბრებოდე. და შენ თავთან მარტო დარჩა რა. შენ თავთან მარტო დარჩა. ხო, და ისიც არის რომ თავი რაღაცა ეტაპზე შეიძლება ყავდეს ინსტრუქტორი და მე შეგიძლია უბრალოდ სახში იყო შენთვის, სახში აიღო და გააკეთო და დახვეწო, თუ დახვეწა გინდა ან რაღაცა დარჩა შენ თავთან. ერთი მანდი ინსტრუქტორის მოვალეობა ბრჭყალებში რო ვთქვათ, ის არის რომ სწორად მოგცეს ესე რომ ვთქვათ მოძრაობა რომ სწორი მიმართულებებით დაამუშაო შენი ფიზიკური სხეული და მარტო ხალიჩაზე ყოფნას სულ სხვა ხასიათი აქვს ადამიანებში ხალიჩაზე ყოფნის დროს სულ სხვა ენერგია არის აი მანდაც ორივეში შეიძლება დაიჭირო მუღამი და აი რაღაც ისეთი არის ორივე მნიშვნელოვანია მოკლედ და იმაში ეხა რო ახსენე რა სხვა მუღამი აქვს ხო როდესაც თქვა სადაც ადამიანების ცენტრში დადიხარ სადაც ჯგუფია ხო მან რო თავიდან რო შედიხარ როგორც რაღაცნაირად შენს წარდგენას აკეთებ შენ თავის ხო რეპრეზენტაბელური უნდა იყო რაც ხა მოგსდევს ხო ესე გაგზარდეს რომ ეს რაღაცა შენ თავის ის და მე ნელ-ნელა რო იშლები და კი ზუსტად აჩქენ რომ აი აღარ გაქეს რა და მე რო ხვდები რომ სახლიდან მართლა გახეული წინდით მიდიხარ და ეგეც პრობლემა არ არის რა მაგრამ თავიდან აუცილებლად ეს გაქვს რომ გამარჯობა კი რა თქმა უნდა ხო გვაქვს ძალიან მიყვარს ეგ პროცესი, რაც ხა რასაც ვაპარაკობდით და ბოლოს ესეთ კითხვას კითხავდი. მე გამიგია რომ იოგა ჩემი არ არის. ხო, ეს რაღაცას ვაპარაკობდი. რა სიტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ იოგა მათი არ არის და მე ვჯერა რომ შეიძლება იოგა ყველა ადამიანისთვის არ იყოს. იმიტომ რომ სხვადასხვა ფსიქოტიპები ვართ, ხო? ტემპერამენტის გამო, ხო? კი, ხო, აი ვიღაცები არიან რომ მე ხო მაგალითად სადაც ამ მომენტში ვატარებ ხოლმე ჯგუფურ ვარჯიშებს. ბევრი ადამიანი არის დაჩვეული ბევრად სხვა ტიპის ვარჯიშს, რომელიც არის ძალაზე, აფეთქებაზე, აი სხვა მოუდზე ორიენტირებულია, ხვდები? იქამდე ეს ადამიანები მივიდნენ იმიტომ, რომ თავიდან გამომდინარე, ხო? მათთვის იოგა შეიძლება ეს სიამოვნოთ კი როგორ არ შეიძლება გაიწელო და ეს იყოს აუცილებელი შეიძლება მშვიდად ისუნთქო და არა კარგი იყოს მაგრამ რას აირჩევ რა მიმართულებას ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება არ არის აუცილებელი რომ მოკლედ ყველასთვის იყოს იოგა მისაღები ზოგჯერ ვიღაცისთვის შეიძლება სხვა რაღაცა იყოს ხო მისაღები ეგ არც აკნინებს იოგას და არც იმ ადამიანს ძალიან ბუნებრივი არის და ნორმალური რომ ოკეი შენ რაღაცა წონები გჭირდება რომ აწიო და ვიღაცისთვის აი ეს რაღაც ძალიან
რობითი გარემო შედარებით ქაოტური პირიქით უფრო თრგუნავს და თითქოს უნდა რომ უფრო დაიმალოს და ასეთი ადამიანისთვის შეიძლება იოგა იყოს უფრო სივრცე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. მაგრამ მანდვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იოგა არც ჯდომა და მწოლა და დასვენება არის და არც ისეთ პოზიციაში შესვლა, საიდანაც ვეღარ გამოხვალ. არა. სირთულეც აქვს და სიმარტივეც აქვს. კი, და გარდა მაგისა, არ ვსაუბრობთ იოგაზე, როცა განვიხილავთ, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ფიზიკურ ამბავზე, აქ რასაც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ, ეგ ერთიანობა მინდა რომ ადამიანებმა დაიჭირონ, რას გულისხმობს რა, რომ ეს რაღაც მხოლოდ ისევ და ისევ არაფერი არ კნინება, უბრალოდ ეს მხოლოდ ფიზიკური გაგება არ არის. აი მაგალითად რო აიღო რაღაც სხვადასხვა სისტემები ფიზიკური აქ რაღაცა მოძრაობის ხო? თუნდაც სუნთქვა ავიღოთ როგორც რაღაცა იოგას კონცეპტი, სუნთქვა. სხვაგანაც გჭირდება სუნთქვა, უსუნთქველად ვერსად ვერ გახვალ, ხო? მაგრამ იოგაში ზუსტად აი როგორც თქვით, აი ეს ერთიანობა რომ ქმნის ამ მედიტაციურ ეფექტს, ეგ არის ის შეგრძნება, რაც სიმშვიდის მომტანია და სადაც შეიძლება დაიჭირო, რომ აი ესეც ერთია, ესეც ერთია და შიგნითაც ერთია და შენ ამაში ხარ და ყველაფრის ნაწილი ხარ და სრიალებ რა. ეგ სრიალი ძალიან დასაფასებელია, რაღაც ეტაპზე დგება მაგისი დაჭერის მომენტი. კი, გეთანხმები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. ჩემთვისაც. სხვათა შორის მაინტერესებდა და ვერ ჩაგეკითხე, მასკულინურ და ფემინურ ენერგიაზე რომ მითხარი, ჩემი აზრი მაქვს, რა აზრი გაქვს? იცი როგორ არის, დისციპლინა თავისთავად. მასკულინური ენერგია თავისთავად. ფემინური ენერგია, დისციპლინა რა არის, არ იცის, ხო? მე ვუყურებ ესე, რომ იოგას არ აქვს სქესი. რაც გეთანხმები, აბსოლუტურად. და შესაბამისად ხო, ეს გაერთიანება ზუსტად ეგ არის უსქესო. ხო, ანუ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო, ხო შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა ახლა დამკვირვებელი დავარქვათ, გვინდა ცნობიერი დავარქვათ და გინდა სული დავარქვათ, მას სქესი არ აქვს. ანუ სქესი რაც არის ეს სხეული, რაშიც არ ვიცი, ცნობიერება არის, სული არის, ნებისმიერი სიტყვა, ვისაც რომ ენერგია არის, ვისაც როგორ გაუხარდება, ისე დაარქვეს. და შესაბამისად იოგას ფილოსოფიურად თუ ავიღებთ, ჩემთვის არის ეგრე, რომ იოგას როგორც ფილოსოფიას სქესი არ აქვს. და ორივე არის გაერთიანებული და ზუსტად ის წერტილი და ზუსტად იმიტომ არის ალბათ ყველაზე სასიამოვნო იოგის კეთება, რომ იქ დაკარგული გაქვს ყველაფერი და ეს შენ რასაც საუბრობ, ერთიანობა ჩემთვის ეგ არის, რომ ერთიანი ხარ ყველაფერთან, იმიტომ რომ თუ მე ერთიანი ვარ ბუნებასთან, ბუნებას სქესი არ აქვს, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი და ბევრჯერ გამეორდები იმასთან დაკავშირებით, რომ სულ ცნობიერებას ენერგიას არ აქვს სქესი, თუმცა ამ სხეულს და აქ ცხოვრობ ამას, რადგან ჩემო სულმა ეს სხეული, ჩემო ცნობიერებამ ეს სხეული აირჩია სადღაც, მე ავირჩიე, რომ ამ ცნობიერებამ აირჩია, რომ ყოფილიყო ხალი და ხალის სხეულში მოვევლინე რა, ხო? ანუ მაგიტომ ვფიქრობ, რომ არც ფემინურია და არც მასკულინური არის ამ ყველაფრის რაღაცა ის შუა წერტილის პონკი. და ბოლოს არ დაგავიწყეთ, რომ შეგვიძლია სარგებლობა ძალიან საინტერესო ეთერზეთებზე PSP-ში ფასდაკლებით შეგვიძლია რომ შევიძინოთ 50%-იანი ფასდაკლება, პრომოკოდი არის აღწერაში და ალბათ იცით რომ იოგაში და ესეთ მიმართულებებში ეთერზეთებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება და იხმარება არა მხოლოდ როცა არ ვიცი კანის დასატენიანებლად, არამედ სამკურნალო ეფექტები აქვს და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ. ჩემს მაყურებელს ვეტყვი, რომ მადლობას პირველ რიგში ყველაფრისთვის, თქვენი სიტყვით, თქვენი სიყვარულით, რასაც ყოველ ოთხშაბათს მიზიარებთ მე, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ცოდის მოყვარე პოდკასტი, გამოიწერეთ და თქვენ რომ ეხლა როდესაც გამოიწერეთ, გახდებით ამ დიდი ოჯახის ნაწილი და გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ერთად ვქმნით. მადლობა.